სწორედ ახლა, ამ წამში, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი სხეული მოძრაობს კოსმოსში, 470 კილომეტრი წამში. არა, ეს არ არის მეტაფორა. არა, ეს არ არის ლიტერატურული ხერხი. ეს არის ფიზიკური ფაქტი, რომელიც შეიძლება გაზომოთ, გამოთვალოთ და დაადასტუროთ. ამ წამში, როცა ფიქრობთ, რომ უძრავად ზიხართ სკამზე, თქვენი სხეული, თქვენი სახლი, თქვენი ქალაქი და მთელი პლანეტა მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის გარშემო სიჩქარით, რომელიც ადამიანის გონებას ვერაბას ვერ აღიქვამს. და მაინც, როცა ღამით ცას უყურებთ, ვარსკვლავები იმავე ადგილზე დგანან, სადაც 1000 წლის წინ იდგნენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? 2019 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება კოსმოსური მოძრაობის შესახებ. მან გამოთვალა, რომ ჩვენი მზის სისტემა მოძრაობს გავს გალაქტიკაში სიჩქარით, რომელიც ექვივალენტურია დედამიწის გარშემო 230 ჯერ შემოვლისა ერთ წამში. წარმოიდგინეთ ეს. ყოველ წამს ჩვენ გადავდივართ მანძილს, რომელიც საკმარისია პლანეტის 230 ჯერ შემოსავლელად. და მაინც, როცა ღამით ცას უყურებთ, არაფერი არ იცვლება. ვარსკვლავები, რომლებსაც ბავშვობაში ხედავდით, იმავე ადგილზე არიან. თანავარსკვლავედები, რომლებიც ძველ ბერძნებს ესახათ, დღესაც იმავე ფორმას ინარჩუნებენ. რატომ? პასუხი ამ კითხვაზე არ არის მარტივი. ის მოითხოვს, რომ გადავხედოთ ჩვენს ინტუიციას, სივრცის, დროის და მოძრაობის შესახებ. ის მოითხოვს, რომ გავიგოთ, რომ ჩვენი აღქმა, რომელიც ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა აფრიკის სავანებში, სრულიად არაადეკვატურია კოსმოსური მასშტაბების გასაგებად. ჩვენი თვალები, ჩვენი ტვინი, ჩვენი ინტუიცია შექმნილია იმისთვის, რომ გავინახოთ მტაცებელი ბუჩქებში, რომ გავზომოთ მანძილი ხემდე, რომ შევაფასოთ სიჩქარე მორბენალი ცხოველისა. მაგრამ არა იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება მანძილებზე, რომლებიც იზომება ტრილიონობით კილომეტრებში. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ უზარმაზარ ველზე. ეს ველი იმდენად დიდია, რომ მისი საზღვრები ჰორიზონტს სცილდება ყველა მიმართულებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ველზე თქვენგან 10 კილომეტრის მანძილზე დგას თქვენი მეგობარი. თქვენ ორივე იწყებთ სიარულს ერთმანეთის პარალელურად, ერთი მიმართულებით, ერთი სიჩქარით. თქვენ მოძრაობთ 5 კილომეტრი საათში. 1 საათის შემდეგ თქვენ ორივე გაივლით 5 კილომეტრს, მაგრამ მანძილი თქვენ შორის რჩება იგივე, 10 კილომეტრი. 2 საათის შემდეგ თქვენ ორივე გაივლით 10 კილომეტრს. მანძილი თქვენ შორის კვლავ 10 კილომეტრია. 10 საათის შემდეგ თქვენ ორივე გაივლით 50 კილომეტრს. მანძილი თქვენ შორის კვლავ 10 კილომეტრი. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც წარმოუდგენელი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ველი არ არის უბრალოდ დიდი. ის არის იმდენად უზარმაზარი, რომ 10 კილომეტრი, რომელიც გშორებათ თქვენს მეგობარს, არის უმნიშვნელო, მიკროსკოპული მანძილი მის მასშტაბებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, რომ ეს ველი იმდენად დიდია, რომ მისი გადასალახავად საჭირო იქნებოდა არა საათები, არა დღეები, არა წლები, არამედ მილიონობით წლები. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სიცოცხლე, თქვენი მთელი არსებობა არის მხოლოდ 1 წამი ამ უსასრულო მოგზაურობაში. 1 წამში თქვენ და თქვენი მეგობარი გაივლით რამდენიმე მეტრს, მაგრამ 10 კილომეტრი, რომელიც გშორებათ, არ შეიცვლება თქვენი აღქმის მიხედვით. ის ძალიან დიდია იმისთვის, რომ შეამჩნიოთ ცვლილება 1 წამში. ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული მაგალითი. ეს არის ზუსტი ანალოგია იმისა, რაც ხდება კოსმოსში. ვარსკვლავები, რომლებსაც ღამით ხედავთ, მოძრაობენ. ისინი მოძრაობენ წარმოუდგენელი სიჩქარით. ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი პროქსიმა ცენტავრი მოძრაობს გალაქტიკაში სიჩქარით 32 კილომეტრი წამში. ეს არის 53,000 კილომეტრი საათში. ეს არის 1,232,000 კილომეტრი დღეში. მაგრამ პროქსიმა ცენტავრი არის 4 მძიმე 2-3 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე ჩვენგან. ამ მანძილზე მისი მოძრაობა 32 კილომეტრი წამში არის უმნიშვნელო. 2015 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტოს გაია ტელესკოპმა დაიწყო ყველაზე ზუსტი რუკის შექმნა ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებისა. ეს ტელესკოპი, რომელიც დედამიწიდან 1,500,000 კილომეტრის მანძილზე ბრუნავს, ზომავს ვარსკვლავების პოზიციებს სიზუსტით, რომელიც ექვივალენტურია ადამიანის თმის სისქის დანახვის ამთვარეზე. და რას აჩვენებს ეს ტელესკოპი? ის აჩვენებს, რომ ყველა ვარსკვლავი მოძრაობს. ყველა. არ არსებობს ერთი უძრავი წერტილი ცაზე. მაგრამ ეს მოძრაობა იმდენად ნელია ჩვენი აღქმის მიხედვით, რომ ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში პრაქტიკულად შეუმჩნეველია. დაუბრუნდეთ იმ ველს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი არ მოძრაობთ მხოლოდ პარალელურად. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ველი ბრუნავს. მთელი უზარმაზარი სივრცე, რომელზეც დგახართ, ბრუნავს როგორც გიგანტური დისკო. და თქვენი მეგობარი და მილიარდობით სხვა ადამიანი ამ ველზე
ყველა ბრუნავთ ერთად. მაგრამ ეს ველი იმდენად დიდია, რომ ერთი სრული ბრუნვის დასასრულებლად საჭიროა 225 მილიონი წელი. 225 მილიონი წელი. ადამიანის სიცოცხლე საშუალოდ 70 წელი არის 0,00003% ამ დროისა. ეს არის როგორც ერთი წამი 10 წლის განმავლობაში. ეს არის ზუსტი აღწერა იმისა, რაც ხდება ჩვენს გალაქტიკაში. ჩვენი მზის სისტემა, ჩვენი პლანეტა, ჩვენ ყველანი უბრუნავთ გალაქტიკის ცენტრის გარშემო. ჩვენ მოძრაობთ წრიულ ორბიტაზე, რომლის რადიუსია დაახლოებით 26,000 შუქწელი. ერთი შუქწელი არის მანძილი, რომელსაც შუქი გადის 1 წელიწადში. 9 მძიმე 96 ტრილიონი კილომეტრი. ჩვენი ორბიტის სრული სიგრძე არის დაახლოებით 172,000 შუქწელი და ჩვენ მოძრაობთ ამ ორბიტაზე სიჩქარით 230 კილომეტრი წამში. ამ სიჩქარით ჩვენ დავასრულებთ ერთ სრულ ბრუნვას 225 მილიონ წელიწადში. 225 მილიონი წელი. წარმოიდგინეთ ეს დრო. 225 მილიონი წლის წინ დედამიწაზე არ არსებობდა დინოზავრები, არ არსებობდა ძუძუმწოვრები, არ არსებობდა ფრინველები. ოკეანეები იყო სავსე უცნაური არსებებით, რომლებსაც არ ჰქონდათ ხერხემალი, არ ჰქონდათ თვალები, არ ჰქონდათ ტვინი ჩვენი გაგებით. ეს იყო პერმის პერიოდის დასაწყისი, დრო, როდესაც სიცოცხლე მხოლოდ იწყებდა კონტინენტების დაპყრობას. მთელი ეს დრო, 225 მილიონი წელი, არის მხოლოდ ერთი ბრუნვა ჩვენი მზის სისტემისა გალაქტიკის გარშემო. მხოლოდ ერთი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ დაინახოთ ეს მოძრაობა. თქვენ გახართ დედამიწაზე. თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 70 წელი და თქვენ ცდილობთ შეამჩნიოთ, რომ ვარსკვლავები იცვლიან პოზიციას. 70 წელი არის 0,0000292%. 225 მილიონი წლისა. ეს არის როგორც ცდილობდეთ დაენახათ საათის ისრის მოძრაობა 1 წამის განმავლობაში. ეს არის შეუძლებელი. არა იმიტომ, რომ მოძრაობა არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან ნელია თქვენი აღქმის მასშტაბით. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მოძრაობა. ჩვენი გალაქტიკა თავად მოძრაობს. მთელი ამ გიგანტური სტრუქტურა, რომელიც შეიცავს 200 მილიარდ ვარსკვლავს, მოძრაობს კოსმოსში. ის მოძრაობს ადგილობრივი გალაქტიკების ჯუჯგუფის ცენტრისკენ სიჩქარით 52 კილომეტრი წამში. ადგილობრივი ჯგუფი თავის მხრივ მოძრაობს ვირგოს სუპერგროვის ცენტრისკენ სიჩქარით 400 კილომეტრი წამში. და ვირგოს სუპერგროვა მოძრაობს ლანიაკიას სუპერგროვის ცენტრისკენ სიჩქარით 600 კილომეტრი წამში. და ლანიაკია, ეს უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც შეიცავს 100,000 გალაქტიკას, თავად მოძრაობს რაღაც უფრო დიდისკენ, რაღაც იმდენად მასიურისკენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ხედავთ მას სრულად. 2014 წელს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომმა ბრენტ ტალიმ და მისმა გუნდმა შექმნეს პირველი სამგანზომილებიანი რუკა ლანიაკიას. ამ რუკის შესაქმნელად მათ გამოიყენეს 10,000-ობით გალაქტიკის სიჩქარის გაზომები. და რა აღმოაჩინეს? ისინი აღმოაჩინეს, რომ ჩვენ ცხოვრობთ არაუბრალოდ გალაქტიკაში, არაუბრალოდ გალაქტიკების ჯგუფში, არამედ გიგანტურ კოსმოსურ მდინარეში. გალაქტიკები მოძრაობენ როგორც წყლის ნაკადები, რომლებიც მიედინებიან გრავიტაციის უხილავი არხებში. და ეს მდინარე მიედინება რაღაცისკენ, რაღაც უზარმაზარისკენ, რაც იმდენად დიდია, რომ მთელი ჩვენი სუპერგროვა არის მხოლოდ მცირე ნაწილი მისი გრავიტაციული გავლენის ქვეშ. დაუბრუნდეთ იმ ძირითად კითხვას. რატომ არ ვხედავთ ამ მოძრაობას? რატომ, როცა ღამით ცას უყურებთ, ვარსკვლავები იმავე ადგილზე არიან, სადაც ჩვენი წინაპრები ხედავდნენ 1000 წლის წინ? პასუხი მდგომარეობს 3 ფუნდამენტურ ფაქტორში, რომლებიც ერთად ქმნიან ამ კოსმოსურ ილუზიას. პირველი ფაქტორი არის მანძილი. მანძილები ვარსკვლავებამდე იმდენად უზარმაზარია, რომ ჩვენი ტვინი ვერ ამუშავებს მათ. უახლოესი ვარსკვლავი, პროქსიმა ცენტავრი, არის 4 მძიმე 2-3 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა არის ბურთი დიამეტრით 1 სანტიმეტრი. ამ მასშტაბით მზე იქნებოდა ბურთი დიამეტრით 110 სანტიმეტრი, მოთავსებული 110 მეტრის მანძილზე. და პროქსიმა ცენტავრი, ის იქნებოდა სხვა ბურთი, მოთავსებული 29,000 კილომეტრის მანძილზე. 29,000 კილომეტრი. ეს არის მანძილი თბილისიდან ავსტრალიამდე და უკან, ორჯერ. ამ მანძილებზე მოძრაობა, რომელიც ჩვენთვის ჩანს უზარმაზარად სწრაფი, ხდება უმნიშვნელო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ თვითმფრინავს, რომელიც დედამიწიდან 20 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს. ეს თვითმფრინავი მოძრაობს 900 კილომეტრი საათში, მაგრამ თქვენთვის დედამიწიდან ის ჩანს თითქმის უძრავად. თქვენ ხედავთ მას როგორც პატარა წერტილს, რომელიც ძალიან ნელა გადაადგილდება ცაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს თვითმფრინავი არ არის 20 კილომეტრის მანძილზე,
არამედ 20 მილიონი კილომეტრის მანძილზე, ან 20 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, ან 4 მძიმე 2-3 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე. ამ მანძილზე მისი მოძრაობა ხდება სრულიად შეუმჩნევი. მეორე ფაქტორი არის დრო. ადამიანის სიცოცხლე არის წარმოუდგენლად მოკლე კოსმოსური მასშტაბით. საშუალო ადამიანი ცხოვრობს 70 წელს. ეს არის 2 მილიარდ 232 მილიონი წამი. ეს ჩანს როგორც დიდი რიცხვი, მაგრამ შევადაროთ ეს კოსმოსურ დროის მასშტაბებს. ჩვენი მზის სისტემა ასრულებს ერთ ბრუნვას გალაქტიკის გარშემო 225 მილიონ წელიწადში. ეს არის 7 მძიმე 9 ტრილიონი წამი. ადამიანის სიცოცხლე არის 0,000,292% ამ დროისა. ეს არის როგორც 1 წამი 94 საათში. მესამე ფაქტორი არის პერსპექტივა. ჩვენ ხედავთ ვარსკვლავებს ორგანზომილებიან ეკრანზე, რომელსაც უწოდებთ ცა. მაგრამ რეალობაში ვარსკვლავები არიან განაწილებული სამგანზომილებიან სივრცეში, უზარმაზარ მანძილებზე ერთმანეთისგან. ორი ვარსკვლავი, რომლებიც ჩვენთვის ჩანან ახლოს ერთმანეთთან ცაზე, შეიძლება რეალურად იყვნენ 10,000-ობით შუქწლის მანძილზე ერთმანეთისგან. და როცა ისინი მოძრაობენ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სიჩქარით, სხვადასხვა ორბიტებზე გალაქტიკის გარშემო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება არ ხდება. ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მას. და აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ისტორია თანამედროვე ასტრონომიაში. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლა ადამიანობამ დანახვა იმისა, რაც უხილავია. 1700 ჩრდილოეთ 98 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ედმუნდ ჰალეიმ გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება ვარსკვლავების შესახებ. ჰალეი შეადარებდა ძველ ბერძნულ ვარსკვლავთა კატალოგებს, რომლებიც შექმნილი იყო ჰიპარქოსის მიერ 2000 წლის წინ თანამედროვე დაკვირვებებს. და მან შენიშნა რაღაც უჩვეულო. 3 ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი, სირიუსი, არქტურუსი და ალდებარანი, არ იყვნენ იმ ადგილზე, სადაც ჰიპარქოსი აღწერდა. განსხვავება იყო მცირე, მაგრამ შეუდარებელი. ეს იყო პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ვარსკვლავები მოძრაობენ. ჰალეიმ გაზომა ეს მოძრაობა. სირიუსი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჩვენს ღამის ცაზე, გადაადგილდა ცაზე დაახლოებით 1 მძიმე 3 წამით 1 წელიწადში. 1 მძიმე 3 წამი. ეს არის კუთხე, რომელიც ექვივალენტურია 1 ევროს მონეტის დანახვისა 4 კილომეტრის მანძილიდან. ეს არის წარმოუდგენლად მცირე კუთხე, მაგრამ ეს იყო გაზომვადი და ეს იყო რეალური. ეხლა გავაკეთოთ გამოთვლა. სირიუსი მოძრაობს ცაზე 1 მძიმე 3 წამით წელიწადში. 1 გრადუსი შეიცავს 60 წუთს. 1 წუთი შეიცავს 60 წამს. ამიტომ 1 გრადუსი შეიცავს 3600 წამს. სირიუსს დასჭირდება 2772 წელი, რომ გადაადგილდეს 1 გრადუსით ცაზე. სრული წრე შეიცავს 360 გრადუსს. ამიტომ სირიუსს დასჭირდება 954,320 წელი, რომ დაბრუნდეს იმავე პოზიციაზე ცაზე. თითქმის 1 მილიონი წელი. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ხედავთ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უფრო გასაოცარია. სირიუსის ეს მოძრაობა ცაზე არ არის მისი რეალური მოძრაობა კოსმოსში. ეს არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენი პერსპექტივიდან. სირიუსი მოძრაობს სამგანზომილებიან სივრცეში და ჩვენ ხედავთ მხოლოდ მის პროექციას ორგანზომილებიან ცაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ მანქანას, რომელიც მოძრაობს გზაზე. თუ მანქანა მოძრაობს პირდაპირ თქვენკენ, თქვენ ვერ დაინახავთ მის გვერდით მოძრაობას. თქვენ დაინახავთ მხოლოდ, რომ ის ხდება უფრო დიდი. თუ მანქანა მოძრაობს პირდაპირ თქვენგან, თქვენ დაინახავთ მხოლოდ, რომ ის ხდება უფრო პატარა. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა მოძრაობს გვერდით, თქვენ ხედავთ მის რეალურ სიჩქარეს. სირიუსი მოძრაობს კოსმოსში სიჩქარით 10 კილომეტრი წამში, ჩვენი მზის სისტემის მიმართ. ეს არის 26,000 კილომეტრი საათში. ეს არის 634,000 კილომეტრი დღეში. მაგრამ სირიუსი არის 8 მძიმე 6 შუქწლის მანძილზე ჩვენგან. ეს არის 81 ტრილიონი კილომეტრი. ამ მანძილზე მისი მოძრაობა 10 კილომეტრი წამში თარგმნება იმ მცირე კუთხურ გადაადგილებაში, რომელსაც ჰალეიმ გაზომა. 2015 წელს გაია ტელესკოპმა დაიწყო ყველაზე ამბიციური პროექტი ასტრონომიის ისტორიაში. ეს ტელესკოპი ზომავს არა ასობით, არა ათასობით, არამედ მილიარდობით ვარსკვლავის პოზიციებს და მოძრაობებს. და ის ზომავს მათ სიზუსტით, რომელიც ადრე წარმოუდგენელი იყო. გაია შეუძლია გაზომოს ვარსკვლავის პოზიცია სიზუსტით 10 მიკროწამი. 10 მიკროწამი არის 1 მილიონის 1 ნაწილი გრადუსისა. ეს არის კუთხე, რომელიც ექვივალენტურია ადამიანის თმის სისქის დანახვისა 1000 კილომეტრის მანძილიდან.
და რას აჩვენებს გაია? ის აჩვენებს, რომ ჩვენი galaktika არ არის სტატიკური კოლექცია უძრავი წერტილებისა. ის არის დინამიური, ცოცხალი სისტემა, სადაც ყველაფერი მოძრაობს, ყოფს, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ვითარდება. გაია აჩვენებს, რომ ვარსკვლავები მოძრაობენ არა შემთხვევით, არამედ ორგანიზებულად, ნაკადებში, დინებებში, რომლებიც ასახავენ galaktikis ისტორიას, მის წარსულ შეჯახებებს სხვა galaktikებთან, მის მიმდინარე ევოლუციას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მდინარის პირას. თქვენ ხედავთ წყალს, რომელიც მიედინება. მაგრამ თუ თქვენ შეხედავთ ყურადღებით, თქვენ დაინახავთ, რომ წყალი არ მიედინება ერთნაირად ყველგან. არის ადგილები, სადაც ის მიედინება სწრაფად, არის ადგილები, სადაც ის მიედინება ნელა, არის ადგილები, სადაც ის ბრუნავს წრეებში, არის ადგილები, სადაც ის ქმნის ტალღებს. ყველა ეს მოძრაობა გეუბნებათ რაღაცას მდინარის შესახებ. მის სიღრმეზე, მის სიჩქარეზე, მის ისტორიაზე, დაბრკოლებებზე, რომლებსაც ის აწყდება. galaktika არის ზუსტად ასეთი მდინარე. მხოლოდ ის არის მდინარე არა წყლისა, არამედ ვარსკვლავებისა. და გაია ზომავს ამ მდინარის ყველა დინებას, ყველა ტალღას, ყველა წრეს. 2018 წელს გაიამ გამოაქვეყნა მონაცემები 1.332.000.000 ვარსკვლავის შესახებ. ყოველი ამ ვარსკვლავისთვის გაიამ გაზომა არა მხოლოდ მისი პოზიცია, არამედ მისი მოძრაობა, მისი სიჩქარე, მისი მიმართულება. და როცა ასტრონომებმა გააანალიზეს ეს მონაცემები, მათ აღმოაჩინეს რაღაც გასაოცარი. ისინი აღმოაჩინეს, რომ ჩვენი galaktika შეიცავს ნაკადებს, ჯგუფებს ვარსკვლავებისა, რომლებიც მოძრაობენ ერთად, ერთი მიმართულებით, ერთი სიჩქარით. ეს ნაკადები არ არის შემთხვევითი. ისინი არის ნარჩენები ძველი შეჯახებებისა. მილიარდობით წლის წინ ჩვენი galaktika შთანთქა მცირე galaktikებს. ეს მცირე galaktikები განადგურდნენ, მათი ვარსკვლავები გაიფანტნენ ჩვენს galaktikaში. მაგრამ ისინი არ გაიფანტნენ სრულიად შემთხვევით. ისინი შეინარჩუნეს მეხსიერება თავიანთი წარსულის შესახებ. ისინი კვლავ მოძრაობენ ერთად, როგორც ჯგუფი, როგორც ნაკადი, რომელიც მიედინება ჩვენი galaktikis მდინარეში. ერთ-ერთი ასეთი ნაკადი არის გაია ენცელადუსი. ეს არის ნაკადი დაახლოებით 6 მილიონი ვარსკვლავისა, რომლებიც ყველა მოძრაობენ ერთი მიმართულებით. ეს ვარსკვლავები არის ნარჩენები პატარა galaktikisa, რომელიც შთანთქა ჩვენმა galaktikam 8 მილიარდი წლის წინ. 8 მილიარდი წელი. ეს იყო დრო, როცა ჩვენი მზის სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს იყო დრო, როცა სამყარო იყო ნახევარი თავისი ამჟამინდელი ასაკისა. და მაინც ამ 8 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შეგვიძლია დავინახოთ ნარჩენები იმ ძველი galaktikisa, რომელიც აღარ არსებობს. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. ჩვენი მზე, ჩვენი პლანეტა, ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ამ ისტორიისა. გაიას მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენი მზის სისტემა შეიძლება იყოს ნაწილი სხვა ნაკადისა, რომელიც წარმოიქმნა ჩვენი galaktikis შეჯახებიდან სხვა galaktikasთან 10 მილიარდი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს, შეიძლება მოვიდნენ სხვა galaktikიდან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სიტყვასიტყვით ხართ შექმნილი ვარსკვლავთამტვრისგან, რომელიც ოდესღაც იყო ნაწილი სხვა სამყაროსა. ეხლა დაუბრუნდეთ იმ ძირითად კითხვას სხვა კუთხიდან. ჩვენ თქვით, რომ ვარსკვლავები არ იცვლიან პოზიციას ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენ შევხედავთ უფრო გრძელ დროის მასშტაბებს? რა მოხდება, თუ ჩვენ შევადარებთ ცას არა 10 წლის, არა 100 წლის, არამედ 10,000 წლის ინტერვალით? 10,000 წლის წინ ადამიანობა მხოლოდ იწყებდა ცივილიზაციის მშენებლობას. ეს იყო დრო, როცა ადამიანები პირველად დაიწყეს მიწათმოქმედება, პირველად დაიწყეს ქალაქები მშენებლობა, პირველად დაიწყეს წერის გამოგონება. ეს იყო დრო, როცა დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. დღეს ჩვენ ვართ 8 მილიარდი. 10,000 წლის განმავლობაში ადამიანობა სრულიად შეიცვალა. მაგრამ რა მოხდა ცასთან? 10,000 წლის წინ ცა გამოიყურებოდა თითქმის იდენტურად იმისა, როგორც დღეს. თითქმის, მაგრამ არა სრულიად. თუ თქვენ შეადარებდით ზუსტ რუკას ცისა 10,000 წლის წინ, ზუსტ რუკას ცისა დღეს, თქვენ დაინახავდით მცირე განსხვავებებს. ზოგიერთი ვარსკვლავი გადაადგილდა რამდენიმე წუთით. ზოგიერთი თანავარსკვლავედი ოდნავ შეიცვალა ფორმა. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც დიდ ურსას, 10,000 წლის წინ გამოიყურებოდა ოდნავ განსხვავებულად. მისი კუდი იყო ოდნავ უფრო მოკლე. მისი სხეული იყო ოდნავ უფრო ვიწრო. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შევხედავთ კიდევ უფრო გრძელ დროის მასშტაბებს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ცა არა 10,000 წლის წინ, არამედ 100,000 წლის წინ, ან 1 მილიონი წლის წინ, ან 10 მილიონი წლის წინ. 100,000 წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ჰომო საპიენსები,
რომლებიც ანატომიურად იყვნენ იდენტურები ჩვენთან. ისინი ჰქონდათ იგივე ტვინი, იგივე სხეული, იგივე შესაძლებლობები. შესაძლებლობები. მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ სრულიად განსხვავებულ სამყაროში. ეს იყო დრო, როცა დედამიწა იყო ყინულის ხანაში. ეს იყო დრო, როცა უზარმაზარი მყინვარები ფარავდა ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, აზიის დიდ ნაწილს. ეს იყო დრო, როცა ზღვის დონე იყო 120 მეტრით დაბალი ვიდრე დღეს. და ცა იყო განსხვავებული. 100,000 წლის წინ პოლარული ვარსკვლავი არ იყო პოლარული. ის არ იყო იმ წერტილში, რომელიც მიუთითებდა ჩრდილოეთ პოლუსზე. ამის მიზეზი არ არის ვარსკვლავების მოძრაობა, არამედ დედამიწის მოძრაობა. დედამიწის ღერძი, წარმოუდგენელი ხერხი, რომელიც გადის ჩრდილემდის მიზეზი არ არის ვარსკვლავების მოძრაობა, არამედ დედამიწის მოძრაობა. ამის გამო ეხლაც ჩრდილოეთ პოლუსზე არ არის პოლარული ვარსკვლავი. არსებობს ერთი არითმეტიკური შედეგი, რომელიც აუცილებლად განიცავს რეალურს. ეს არის კუთხიერი ვარსკვლავი. კუთხიერი ვარსკვლავი არის ადრე და მერე შედეგები. კუთხიერი ვარსკვლავი არის ადრე და მერე შედეგები. კუთხიერი არის ახალი შენარჩუნება, რომელიც განვითარდა დედამიწის განვითარების შემდეგ. ეს არის ახალი ვარსკვლავი, რომელსაც შეეხება რაღაც ახალი. ახალი არის და არის თავის დროზე, რაც ახალი არ არის. ეს ინფორმაცია არ გვიანღამა თუ რა მოხდება სამუდამოდ შედეგების განვითარების შემდეგ. გარდა ამისა, კუთხიერი ვარსკვლავის სახე არ არის მოცული შემდეგი შემდგომი შედეგების მიღებით, არამედ ეს არის შენარჩუნება და განვითარება. კუთხიერი ვარსკვლავი არ არის რაიმე ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე, არ არის ფიქსირებული. ის ბრუნავს, როგორც ბრუნვა, რომელიც ნელა კარგავს ბალანსს. ეს ბრუნვა სრულდება 26,000 წელიწადში. ამიტომ 100,000 წლის წინ დედამიწის ღერძი მიუთითებდა სხვა მიმართულებით და პოლარული ვარსკვლავი იყო სხვა ვარსკვლავი. 1 მილიონი წლის წინ ცა იყო კიდევ უფრო განსხვავებული. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, არ არსებობდა იმ ფორმით. მისი ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქმნიან ამოცნობად ფორმას, იყვნენ სხვა ცემზე. ზოგიერთი მათგანი იყო უფრო ახლოს ერთმანეთთან, ზოგიერთი იყო უფრო შორს. თანავარსკვლავედი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც ორიონი, დიდი მონადირე, ასევე გამოიყურებოდა განსხვავებულად. მისი ქამარი, 3 კაშკაშა ვარსკვლავი ხაზში, იყო ოდნავ მრუდი. მისი მხრები იყვნენ სხვა კუთხეში. 10 მილიონი წლის წინ ცა იყო თითქმის ამოუცნობი. თანავარსკვლავედები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, არ არსებობდნენ. ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქმნიან ამ თანავარსკვლავედებს, იყვნენ იმდენად განსხვავებულ პოზიციებზე, რომ მათი ფორმები იყო სრულიად განსხვავებული. ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელიც დღეს არის კაშკაშა და თვალსაჩინო, 10 მილიონი წლის წინ იყო ბუნდოვანი და შეუმჩნეველი, რადგან ის იყო უფრო შორს. ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელიც დღეს არის ბუნდოვანი, 10 მილიონი წლის წინ იყო კაშკაშა, რა იყო კაშკაშა, რადგან ის იყო უფრო ახლოს. და აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეალიზაცია. თანავარსკვლავედები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, რომლებსაც ჩვენ მივანიჭეთ სახელები, რომლებზეც ჩვენ შევქმენით მითები და ლეგენდები, არ არის მუდმივი. ისინი არ არის ვარსკვლავთა ჭეშმარიტი ჯგუფები. ისინი არის დროებითი კონფიგურაციები, შემთხვევითი განლაგებები ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩანან ახლოს ერთმანეთთან ჩვენი პერსპექტივიდან, მაგრამ რეალურად არიან 10,000-ობით შუქ წლის მანძილზე ერთმანეთისგან. ეს თანავარსკვლავედები არსებობენ მხოლოდ ჩვენი აღქმაში. ისინი არსებობენ მხოლოდ ამ მოკლე მომენტში კოსმოსურ ისტორიაში, როცა ეს კონკრეტული ვარსკვლავები ჩანან ამ კონკრეტულ პოზიციებზე ჩვენი კონკრეტული პერსპექტივიდან. 2021 წელს ასტრონომმა ჯეკი ფეიმ და მისმა გუნდმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიცვლება ცა დროთა განმავლობაში. ისინი აირეს გაიას მონაცემები 10,000-ობით ვარსკვლავის შესახებ და გამოთვალეს, სად იქნებიან ეს ვარსკვლავები 1 მილიონი წლის შემდეგ. შედეგი იყო გასაოცარი. ვიდეო, რომელიც აჩვენებს ცის ცვლილებას 1 მილიონი წლის განმავლობაში, ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს. ვარსკვლავები მოძრაობენ როგორც ფრინველთა გუნდი, რომელიც იცვლის ფორმას ფრენის დროს. თანავარსკვლავედები იშლებიან და ყალიბდებიან ახალი. ცა ცოცხლობს, სუნთქავს, იცვლება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ცვლილება. არსებობს სხვა, უფრო დრამატული ცვლილებები, რომლებიც მოხდება მომავალში. და ამ ცვლილებების გასაგებად, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ვარსკვლავები არ არიან მარადიული. ისინი იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან და მათი სიკვდილი შეიძლება იყოს სპექტაკულური. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ დედამიწაზე 1000 წელიწადში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ევროპაში, შუა საუკუნეებში. თქვენი ცხოვრება არის რთული. თქვენ მუშაობთ მიწაზე, თქვენ ებრძვით დაავადებებს, თქვენ ცხოვრობთ მუდმივ შიშში ომისა და შიმშილისა. მაგრამ ღამით, როცა თქვენ უკურთ ცდუღურებთ ცას, თქვენ ხედავთ რაღაც, რაც გაძლევთ სიმშვიდეს.
თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ იქ, რომლებიც ყოველთვის იქნებიან იქ, რომლებიც არ იცვლებიან. მაგრამ ერთ ღამეს 1094 წელს რაღაც ხდება. ახალი ვარსკვლავი ჩნდება ცაზე. ეს ვარსკვლავი არ იყო იქ გუშინ, ეს ვარსკვლავი არ იყო იქ გასულ კვირას, მაგრამ ეხლა ის არის იქ და ის არის იმდენად კაშკაშა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის დღის განმავლობაშიც. ეს ვარსკვლავი არის იმდენად კაშკაშა, რომ ის ანათებს ღამეს როგორც მთვარე. ეს ვარსკვლავი რჩება ხილული თვეების განმავლობაში, შემდეგ ნელ-ნელა ქრება. ეს არ იყო ახალი ვარსკვლავი. ეს იყო სუპერნოვა. აფეთქება ვარსკვლავისა, რომელიც მოკვდა. ეს კონკრეტული სუპერნოვა, რომელიც დაინახეს ჩინელმა და იაპონელმა ასტრონომებმა 1094 წელს, იყო იმდენად კაშკაშა, რომ ის იყო ხილული დღის განმავლობაშიც, 23 დღის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო აფეთქება ვარსკვლავისა, რომელიც იყო 7500 შუქწლის მანძილზე ჩვენგან. ეს ვარსკვლავი აფეთქდა, გაათავისუფლა ენერგია, რომელიც ექვივალენტურია მზის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოსხივებული ენერგიისა და შექმნა ნამსხვრევების ღრუბელი, რომელსაც დღეს უწოდებთ კიბოსნისლეუს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უფრო გასაოცარია. ეს სუპერნოვა არ მოხდა 1094-ს, ის მოხდა 7500 წლით ადრე. მაგრამ შუქს, რომელიც გამოსხივდა ამ აფეთქებიდან, დასჭირდა 7500 წელი, რომ მიაღწია დედამიწას. ამიტომ, როცა ჩინელი ასტრონომები დაინახეს ეს ახალი ვარსკვლავი 1094 წელს, ისინი რეალურად ხედავდნენ მოვლენას, რომელიც მოხდა 6094 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ისინი ხედავდნენ წარსულს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეალიზაცია კოსმოლოგიაში. როცა ჩვენ ვუყურებთ ცას, ჩვენ არ ვხედავთ აწმოს. ჩვენ ხედავთ წარსულს. ყოველი ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, არის ფანჯარა დროში. უახლოესი ვარსკვლავი, პროქსიმა ცენტავრი, ჩვენ ხედავთ როგორც ის იყო 4 წლის წინ. სირიუსი, ჩვენ ხედავთ როგორც ის იყო 8 წლის წინ. ვეგა, ჩვენ ხედავთ როგორც ის იყო 25 წლის წინ. ბეთელგეიზე, გიგანტური წითელი ვარსკვლავი ორიონის თანავარსკვლავეთში, ჩვენ ხედავთ როგორც ის იყო 640 წლის წინ. ბეთელგეიზე არის განსაკუთრებით საინტერესო. ეს არის ვარსკვლავი, რომელიც გვხვდება. ის არის ძველი გიგანტური ვარსკვლავი, რომელმაც უკვე დახარჯა თავისი წყალბადის მარაგი და ახლა წვავს უფრო მძიმე ელემენტებს. ეს ვარსკვლავი არის იმდენად დიდი, რომ თუ ის მოთავსდებოდა ჩვენი მზის ადგილზე, მისი ზედაპირი გაივლიდა იუპიტერის ორბიტას. და ეს ვარსკვლავი არის არასტაბილური. ბოლო წლების განმავლობაში ასტრონომები დაინახეს, რომ ბეთელგეიზე იცვლის სიკაშკაშეს. ზოგჯერ ის ხდება ბუნდოვანი, ზოგჯერ კაშკაშა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვარსკვლავი არის თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე. ერთ დღეს, შეიძლება ხვალ, შეიძლება 10 წლის შემდეგ, შეიძლება 100.000 წლის შემდეგ. ბეთელგეიზე აფეთქდება როგორც სუპერნოვა. და როცა ეს მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სპექტაკულური მოვლენა, რომელსაც ადამიანობა ოდესმე დაინახავს. ბეთელგეიზეს სუპერნოვა იქნება იმდენად კაშკაშა, რომ ის იქნება ხილული დღის განმავლობაშიც. ის იქნება იმდენად კაშკაშა, რომ ის შექმნის ჩრდილებს ღამით. ის იქნება ხილული რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაშიც. და ეს იქნება ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ცა არ არის მუდმივი, რომ ვარსკვლავები იბადებიან და კვდებიან, რომ სამყარო არის დინამიური, ცვლადი, ცოცხალი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გავიგოთ. როცა ბეთელგეიზე აფეთქდება, როცა ჩვენ დავინახავთ ამ სპექტაკულურ მოვლენას, ეს არ იქნება რეალური დრო. ბეთელგეიზე არის 640 შუქწლის მანძილზე ჩვენგან. ეს ნიშნავს, რომ როცა ჩვენ დავინახავთ აფეთქებას, ის რეალურად მოხდა 640 წლის წინ. შესაძლოა ბეთელგეიზე უკვე აფეთქდა. შესაძლოა ის აფეთქდა 500 წელს, როცა ლეონარდო და ვინჩი ხატავდა მონალიზას. შესაძლოა ის აფეთქდა 200 წელს, როცა ბეთჰოვენი წერდა მე-9 სიმფონიას. შესაძლოა ის აფეთქდა გუშინ. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვერ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ველოდოთ, სანამ შუქი არ მიაღწევს ჩვენამდე. და ეს გვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ იდეამდე თანამედროვე ასტროფიზიკაში. იდეამდე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა. როცა ჩვენ უყურებთ ცას, ჩვენ არ ვხედავთ ერთ მომენტს დროში. ჩვენ ხედავთ უსასრულო რაოდენობის მომენტებს, ყველა ერთდროულად. ყოველი ვარსკვლავი არის განსხვავებული მომენტი წარსულში. ცა არ არის სურათი. ცა არის ფილმი, რომელიც ითამაშება ყველა კადრი ერთდროულად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ უზარმაზარ მუზეუმში. ამ მუზეუმში არის უსასრულო რაოდენობის ოთახები და ყოველ ოთახში არის ფოტოგრაფია. მაგრამ ეს ფოტოგრაფიები არ არის გადაღებული ერთ დროს. პირველ ოთახში არის ფოტოგრაფია, რომელიც გადაღებულია 1 წუთის წინ.
მეორე ოთახში ფოტოგრაფია, რომელიც გადაღებულია 1 საათის წინ. მესამე ოთახში ფოტოგრაფია, რომელიც გადაღებულია 1 დღის წინ. მეოთხე ოთახში 1 წლის წინ. მეხუთე ოთახში 10 წლის წინ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ყველა ეს ოთახი ერთდროულად. თქვენ გახართ ცენტრში და უყურებთ ყველა მიმართულებით და ყოველ მიმართულებით თქვენ ხედავთ განსხვავებულ მომენტს დროში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როცა უყურებთ ცას. ჩვენ ხედავთ პროქსიმა ცენტავრს, როგორც ის იყო 4 წლის წინ, ჩვენ ხედავთ სირიუსს, როგორც ის იყო 8 წლის წინ, ჩვენ ხედავთ ბეთელგეიზეს, როგორც ის იყო 640 წლის წინ, ჩვენ ხედავთ ანდრომედას გალაქტიკას, როგორც ის იყო 2.500.000 წლის წინ, 2.500.000 წელი. წარმოიდგინეთ ეს დრო. 2.500.000 წლის წინ დედამიწაზე არ არსებობდა ჰომო საპიენსები. არსებობდა ჰომო ჰაბილისი, ჩვენი შორეული წინაპარი, რომელიც მხოლოდ იწყებდა ქვის იარაღების გამოყენებას. ეს იყო დრო, როცა აფრიკა იყო სავსე გიგანტური ცხოველებით, მამონტებით, საბერძნეთის კბილა ვეფხვებით, უზარმაზარი ფრინველებით. ეს იყო დრო, როცა ადამიანობა მხოლოდ იწყებდა თავის გზას. და შუქი, რომელიც დატოვა ანდრომედას გალაქტიკა იმ დროს, მოგზაურობდა კოსმოსში მთელი ეს დრო, 2.500.000 წელი, რომ ამ ღამეს მიაღწიოს თქვენს თვალს. მაგრამ ანდრომედა არ არის ყველაზე შორეული ობიექტი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გალაქტიკები, რომლებიც არიან 10,000-ობით მილიონი შუქწლის მანძილზე. ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპით, რომელიც გაეშვა 2021 წელს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გალაქტიკები, რომლებიც არიან 10,000-ობით მილიარდი შუქწლის მანძილზე. ეს არის გალაქტიკები, რომლებიც არსებობდნენ, როცა სამყარო იყო ახალგაზრდა, როცა პირველი ვარსკვლავები მხოლოდ იბადებოდნენ, როცა პირველი გალაქტიკები მხოლოდ ყალიბდებოდნენ. 2023 წელს ჯეიმს უებმა გადაიღო სურათი, რომელიც შეიცავს გალაქტიკებს, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ 300 მილიონ წელიწადში დიდი აფეთქების შემდეგ. 300 მილიონ წელი. სამყარო დღეს არის 10-14 მილიარდი წლის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხედავთ ამ გალაქტიკებს, როგორც ისინი იყვნენ, როცა სამყარო იყო მხოლოდ 2% თავისი ამჟამინდელი ასაკისა. ეს არის როგორც დაინახოთ ადამიანი, როცა ის არის 1 წლის. ეს არის როგორც დაინახოთ ხე, როცა ის არის თესლი. არის თესლი. ეს არის როგორც დაინახოთ ოკეანე, როცა ის არის წვეთი. და აქ ჩნდება რაღაც, რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას დროის შესახებ. როცა ჩვენ ვუყურებთ ამ შორეულ გალაქტიკებს, ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ წარსულს. ჩვენ ხედავთ სამყაროს ისტორიას. ჩვენ ხედავთ, როგორ ყალიბდებოდნენ პირველი სტრუქტურები. ჩვენ ხედავთ, როგორ იბადებოდნენ პირველი ვარსკვლავები. ჩვენ ხედავთ, როგორ ვითარდებოდა სამყარო ქაოსიდან წესრიგამდე, სიბნელიდან შუქამდე, სიცარიელიდან სიცოცხლემდე. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს ძირითად კითხვას. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ვარსკვლავები მოძრაობენ, რომ ცა იცვლება, რომ არაფერი არ არის მუდმივი. მაგრამ რა არის ის ძალა, რომელიც აიძულებს ვარსკვლავებს მოძრაობდნენ? რა არის ის ძალა, რომელიც აყალიბებს გალაქტიკებს, რომელიც ქმნის ამ კოსმოსურ ცეკვას? პასუხი არის გრავიტაცია. მაგრამ არა გრავიტაცია, როგორც ჩვენ ჩვეულებრივ ვიგებთ მას. არა უბრალოდ ძალა, რომელიც აიძულებს ვაშლს დაეცეს ხიდან, არამედ რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტური, რაღაც, რაც ცვლის თავად სივრცისა და დროის ბუნებას. 1915 წელს ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა ზოგადი ფარდობითობის თეორია. ეს თეორია არ იყო მხოლოდ ახალი განტოლებების ნაკრები, ეს იყო სრულიად ახალი ხედვა რეალობის შესახებ. აინშტაინმა აჩვენა, რომ გრავიტაცია არ არის ძალა, რომელიც მოქმედებს მანძილზე. გრავიტაცია არის სივრცის და დროის გამრუდება. მასიური ობიექტები, როგორიცაა ვარსკვლავები და გალაქტიკები, არ უდებენ სივრცეს თავიანთ გარშემო და ეს გამრუდება აიძულებს სხვა ობიექტებს მოძრაობდნენ გარკვეული ტრაექტორიებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ დიდი დაჭიმული ქსოვილი. ეს ქსოვილი არის სწორი და ბრტყელი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დებთ მძიმე ბურთს ამ ქსოვილის ცენტრში. ბურთი ქმნის ჩაღრმავებას ქსოვილში. ქსოვილი არ უდება ბურთის გარშემო. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგორებთ პატარა ბურთს ამ ქსოვილზე. პატარა ბურთი არ მოძრაობს სწორ ხაზზე. ის მოძრაობს მრუდ ტრაექტორიაზე, რადგან ქსოვილი არის მრუდი. ის მოძრაობს დიდი ბურთისკენ, არა იმიტომ, რომ რაღაც ძალა აიჯულებს მას, არამედ იმიტომ, რომ სივრცე თავად არის მრუდი. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება კოსმოსში. ზე არ უდებს სივრცეს თავის გარშემო და დედამიწა მოძრაობს ამ მრუდ სივრცეში. დედამიწა არ მოძრაობს მზის გარშემო, რადგან მზე იზიდავს მას. დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, რადგან სივრცე, რომელშიც დედამიწა მოძრაობს, არის მრუდი.
და ეს არის ჭეშმარიტი ყველა ობიექტისთვის კოსმოსში. ვარსკვლავები მოძრაობენ გალაქტიკის გარშემო, რადგან გალაქტიკა არ უდებს სივრცეს. გალაქტიკები მოძრაობენ ერთმანეთისკენ, რადგან ისინი არ უდებენ სივრცეს თავიანთ შორის. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც კიდევ უფრო გასაოცარია. სივრცე არ არის მხოლოდ მრუდი. სივრცე თავად მოძრაობს. სივრცე თავად ფართოვდება. და ეს გაფართოება არ არის მეტაფორა. ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც შეიძლება გაზომოთ, გამოთვალოთ და დაადასტუროთ. 1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ. ჰაბლი აკვირდებოდა შორეულ გალაქტიკებს და ზომავდა მათ სიჩქარეებს და მან აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. ყველა გალაქტიკა მოძრაობდა ჩვენგან და რაც უფრო შორს იყო გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად მოძრაობდა. ეს არ იყო შემთხვევითი. ეს იყო სისტემატური ნიმუში, რომელიც მიუთითებდა რაღაც ფუნდამენტურზე. ჰაბლმა გააცნობიერა, რომ ეს ნიმუში შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი გზით. სივრცე თავად ფართოვდება. გალაქტიკები არ მოძრაობენ სივრცეში. სივრცე თავად ფართოვდება და გალაქტიკები მოძრაობენ სივრცესთან ერთად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ბუშტი და ამ ბუშტის ზედაპირზე თქვენ დახატეთ წერტილები. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იწყებთ ბუშტის გაბერვას. რა მოხდება წერტილებთან? ისინი დაიწყებენ ერთმანეთისგან დაშორებას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი მოძრაობენ ბუშტის ზედაპირზე, არამედ იმიტომ, რომ თავად ბუშტის ზედაპირი ფართოვდება. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება სამყაროში. სამყარო ფართოვდება. ყოველი წამი სივრცე ხდება უფრო დიდი, უფრო დიდი. ყოველი წამი გალაქტიკები შორდებიან ერთმანეთს და ეს გაფართოება არ არის ნელი. ეს გაფართოება არის სწრაფი და მუდმივად მზარდი. 2011 წელს ასტრონომებმა გაზომეს სამყაროს გაფართოების სიჩქარე უპრეცედენტო სიზუსტით. ისინი აღმოაჩინეს, რომ სამყარო ფართოვდება სიჩქარით დაახლოებით 72 კილომეტრი წამში ყოველ მეგაპარსეკზე. 1 მეგაპარსეკი არის 3,26 მილიონი შუქწელი. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ აიღებთ ორ გალაქტიკას, რომლებიც არიან 3,26 მილიონი შუქწლის მანძილზე ერთმანეთისგან, ისინი შორდებიან ერთმანეთს სიჩქარით 72 კილომეტრი წამში. თუ ისინი არიან ორჯერ უფრო შორს, ისინი შორდებიან ორჯერ უფრო სწრაფად. თუ ისინი არიან 10-ჯერ უფრო შორს, ისინი შორდებიან 10-ჯერ უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ არსებობენ გალაქტიკები, რომლებიც იმდენად შორს არიან, რომ ისინი შორდებიან ჩვენგან სიჩქარით, რომელიც აღემატება შუქის სიჩქარეს. ეს ჟღერს შეუძლებლად. აინშტაინის თეორია გვეუბნება, რომ არაფერი არ შეიძლება მოძრაობდეს სიჩქარით, რომელიც აღემატება შუქის სიჩქარეს. მაგრამ აქ არის საკვანძო წერტილი. ეს გალაქტიკები არ მოძრაობენ სივრცეში სიჩქარით, რომელიც აღემატება შუქის სიჩქარეს. სივრცე თავად ფართოვდება სიჩქარით, რომელიც აღემატება შუქის სიჩქარეს. და ეს არ ეწინააღმდეგება აინშტაინის თეორიას, რადგან აინშტაინის თეორია ზღუდავს მოძრაობას სივრცეში, არა სივრცის თავად გაფართოებას. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ჰორიზონტი. არსებობს საზღვარი სამყაროში, რომლის მიღმაც ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ. არა იმიტომ, რომ არაფერი არ არის იქ, არამედ იმიტომ, რომ შუქი იქიდან ვერასოდეს ვერ მიაღწევს ჩვენამდე. სივრცე ფართოვდება იმდენად სწრაფად, რომ შუქი, რომელიც მოძრაობს ჩვენკენ, ვერასოდეს ვერ დაძლევს ამ გაფართოებას. ეს არის როგორც ცდილობდეთ ცურვა ზღვაში, სადაც ტალღები მოძრაობენ უკან სიჩქარით, რომელიც აღემატება თქვენს ცურვის სიჩქარეს. თქვენ შეიძლება ცუროთ რამდენადაც შეგიძლიათ სწრაფად, liat სწრაფად, მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ მიაღწევთ ნაპირს. ეს ჰორიზონტი არის დაახლოებით 46 მილიარდი შუქწლის მანძილზე ჩვენგან. ეს არის ის მანძილი, რომლის მიღმაც ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო გავა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძლავრი ტელესკოპები შევქვნათ. ეს არის ფუნდამენტური ლიმიტი, რომელიც დაწესებულია სამყაროს თავად სტრუქტურით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც კიდევ უფრო გასაოცარია. სამყაროს გაფართოება არ არის მუდმივი. ის არ არის ერთნაირი ყველგან. ის არ ერთნაირი ყველა დროს. 1998 წელს ორმა ჯგუფმა ასტრონომებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც მოიტანა ნობელის პრემია და რომელმაც კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ. ისინი აღმოაჩინეს, რომ სამყაროს გაფართოება არ ნელდება როგორც ყველა ელოდა. ის აჩქარებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგდებთ ბურთს ჰაერში. თქვენ ელით, რომ ბურთი ნელდება გრავიტაციის გამო, შემდეგ ჩერდება და იწყებს დაცემას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამის ნაცვლად ბურთი იწყებს აჩქარებას. ის მოძრაობს უფრო და უფრო სწრაფად, მაღლა და მაღლა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა აწევს მას. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება სამყაროში. სამყარო არ ნელდება, ის აჩქარებს. და ჩვენ არ ვიცით რატო. ასტრონომებმა უწოდეს ამ უხილავ ძალას ბნელი ენერგია.
მაგრამ ეს სახელი არის მხოლოდ ჩვენი უმეცრების აღიარება. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით საიდან მოდის. ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობს. ჩვენ ვიცით მხოლოდ რომ ის არსებობს, რადგან ჩვენ ხედავთ მის ეფექტს. ჩვენ ხედავთ რომ სამყარო აჩქარებს. და ეს აჩქარება არის რეალური, გაზომვადი, უდავო. ბნელი ენერგია შეადგენს დაახლოებით 78% სამყაროს მთლიანი ენერგიისა. ეს ნიშნავს, რომ უმეტესი ნაწილი სამყაროსი შედგება რაღაცისგან, რაც ჩვენ სრულიად არ გვესმის. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც 78% არის სრულიად უცნობი. ეს არის როგორც აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სხეული შედგება უჯრედებისგან, მაგრამ 78% ამ უჯრედებისა არის რაღაც, რაც თქვენ ვერასოდეს გინახავთ, ვერასოდეს შესწავლილ ხართ, ვერასოდეს გაგიგიათ. მაგრამ ბნელი ენერგია არ არის ერთადერთი საიდუმლო. არსებობს კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი საიდუმლო. ის ეწოდება ბნელი მატერია. ბნელი მატერია არის მატერია, რომელიც არ გამოსცემს შუქს. ის არ შთანთქავს შუქს. ის არ ურთიერთქმედებს შუქთან საერთოდ. ჩვენ ვერ ხედავთ მას. ჩვენ ვერ ვეხებით მას. ჩვენ ვერ ვზომავთ მას პირდაპირ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, რადგან ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტს. 1074 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ვერა რუბინმა დაიწყო galaktikების ბრუნვის სიჩქარეების შესწავლა. ის ელოდა, რომ ვარსკვლავები, რომლებიც არიან galaktikis გარეთ, მოძრაობდნენ უფრო ნელა, ვიდრე ვარსკვლავები ცენტრში. ეს იყო ლოგიკური. galaktikis უმეტესი მასა არის ცენტრში, ამიტომ გრავიტაცია უნდა იყოს უფრო ძლიერი ცენტრში და უფრო სუსტი გარეთ. მაგრამ რუბინმა აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. ვარსკვლავები გარეთ მოძრაობდნენ იმავე სიჩქარით, როგორც ვარსკვლავები ცენტრში. ეს იყო შეუძლებელი, თუ galaktika შედგებოდა მხოლოდ იმ მატერიისგან, რომელსაც ჩვენ ხედავთ. რუბინმა გააცნობიერა, რომ უნდა არსებობდეს დამატებითი მატერია, უხილავი მატერია, რომელიც გარშემოთქმული იყო galaktikas როგორც უზარმაზარი ხალო. ეს უხილავი მატერია უზრუნველყოფდა დამატებით გრავიტაციას, რომელიც აიძულებდა გარე ვარსკვლავებს მოძრაობდნენ უფრო სწრაფად. და როცა ასტრონომებმა გამოთვალეს, რამდენი ამ უხილავი მატერიისა უნდა არსებობდეს, ისინი აღმოაჩინეს რაღაც შოკის მომგვრელი. ბნელი მატერია შეადგენს დაახლოებით 27% სამყაროს მთლიანი მასისა. ეს ნიშნავს, რომ ბნელი მატერიის 5-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივი მატერიისა. მატერიისა, რომელიც ქმნის ვარსკვლავებს, პლანეტებს, თქვენ და მე. წარმოიდგინეთ ეს. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, ყველა ვარსკვლავი, ყველა galaktika, ყველა პლანეტა, ყველა ადამიანი, ყველა ატომი თქვენ სხეულში. ეს ყველაფერი შეადგენს მხოლოდ 5% სამყაროსა. დანარჩენი 95% არის რაღაც, რაც ჩვენ სრულიად არ გვესმის. 27% არის ბნელი მატერია, 78% არის ბნელი ენერგია. და ჩვენ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, არის მხოლოდ პატარა, უმნიშვნელო ნაწილი, უზარმაზარი უცნობი სამყაროსა. და აქ ჩვენ უბრუნდებით იმ ძირითად კითხვას, რომლითაც დავიწყეთ. რატომ არ იცვლება ცა? რატომ, როცა ყველაფერი მოძრაობს, როცა სამყარო ფართოვდება, როცა galaktikები შორდებიან, როცა ვარსკვლავები ბრუნავენ, ჩვენ ხედავთ იმავე ცას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ხედავდნენ. პასუხი ახლა უნდა იყოს ნათელი. ჩვენ არ ხედავთ იმავე ცას. ჩვენ ხედავთ ილუზიას სტაბილურობისა. ილუზიას, რომელიც შექმნილია 3 ფაქტორის კომბინაციით. უზარმაზარი მანძილები, რომლებიც აქცევს სწრაფ მოძრაობას შეუმჩნეველად. მოკლე დრო, რომელიც არის ჩვენი სიცოცხლე კოსმოსურ მასშტაბებთან შედარებით. და პერსპექტივა, რომელიც აბრთხელებს სამგანზომილებიან რეალობას, ორგანზომილებიან სურათად. მაგრამ ახლა პირველად ადამიანობის ისტორიაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მიღმა ამ ილუზიისა. ჩვენ შეგვიძლია დლია გავზომოთ ვარსკვლავების მოძრაობა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იცვლება თანავარსკვლავედები. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ცა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, არის მხოლოდ ერთი კადრი უსასრულო ფილმში. ფილმში, რომელიც ითამაშება მილიარდობით წლის განმავლობაში. ფილმში, რომელშიც ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ვითარდება. და ეს გაგება, ეს რეალიზაცია, რომ ჩვენ ცხოვრობთ დინამიურ, სულად, ცოცხალ სამყაროში, არ არის მხოლოდ აკადემიური ინტერესი. ეს არის რაღაც, რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ადგილს კოსმოსში. ჩვენ აღარ ვართ დამკვირვებლები, სტატიკური, უცვლელი სამყაროსი. ჩვენ ვართ მონაწილეები კოსმოსურ ცეკვაშიში. ცეკვაში, რომელიც დაიწყო 10-14 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქებით და რომელიც გაგრძელდება უსასრულოდ მომავალში. და ეხლა ჩვენ მივახციეთ იმ წერტილს, სადაც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად აშფოთებს ადამიანებს, როცა ისინი პირველად იგებენ ამ ყველაფერს. ვიცი რაზე ფიქრობთ, ვიცი რა კითხვები გაქვთ და ვიცი რატომ ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფანტასტიკა, როგორც რაღაც, რაც ძალიან კარგია იმისთვის, რომ იყოს ჭეშმარიტი. როგორ შეიძლება ეს იყოს სიმართლე, ფიქრობთ თქვენ?
Როგორ შეიძლება რომ ჩვენ მოვძრაობთ 470 კილომეტრი წამში, მაგრამ არაფერი არ გგზნობთ? Როგორ შეიძლება რომ სამყარო ფართოვდება, მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ ამას? Როგორ შეიძლება რომ 95% სამყაროსი არის რაღაც, რაც ჩვენ არ გვესმის? ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება, როგორც თეორიები, რომლებიც არ შეიძლება დადასტურდეს. და აქ მე უნდა გითხრათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ სრულიად მართალი ხართ რომ ეჯობთ. თქვენ სრულიად მართალი ხართ რომ ითხოვთ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის, რასაც მეცნიერება აკეთებს. მეცნიერება არ არის რწმენა. მეცნიერება არის ეჭვი, გიჩვი, კითხვა, შემოწმება, გადამოწმება და კიდევ ერთხელ შემოწმება. მაგრამ აქ არის განსხვავება ფსევდომეცნიერებასა და რეალურ მეცნიერებას შორის. ფსევდომეცნიერება გთავაზობთ პასუხებს, რომლებიც არ შეიძლება შემოწმდეს. ფსევდომეცნიერება გეუბნებათ, ენდეთ მე, რადგან მე ვიცი საიდუმლო ჭეშმარიტება. რეალური მეცნიერება გთავაზობთ პასუხებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს. რეალური მეცნიერება გეუბნებათ, ნუ მენდობით, შეამოწმეთ თავად. აქ არის განტოლებები, აქ არის მონაცემები, აქ არის ექსპერიმენტები, რომლებიც შეგიძლიათ გაიმეოროთ. და ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დედამიწის მოძრაობა, ვარსკვლავების მოძრაობა, სამყაროს გაფართოება, ბნელი მატერია, ბნელი ენერგია, ეს ყველაფერი არის შემოწმებული. არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ ათასობით, მილიონობით ჯერ, 10,000-ობით მეცნიერის მიერ, ასობით ქვეყანაში, 10 წლეულების განმავლობაში. დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან. როგორ ვიცით, რომ დედამიწა მოძრაობს? როგორ ვიცით, რომ ჩვენ ვბრუნავთ მზის გარშემო სიჩქარით 29 მძიმე 8 კილომეტრი წამში? ეს არ არის თეორია, ეს არის ფაქტი, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი საკუთარი თვალებით. აიღეთ ტელესკოპი. არა რაღაც სპეციალური, პროფესიონალური ტელესკოპი. უბრალოდ ჩვეულებრივი ტელესკოპი, რომელიც შეიძლება იყიდოთ რამდენიმე 100 ლარად. დააკვირდით ვენერას 6 თვის განმავლობაში. დახატეთ მისი პოზიცია ცაზე ყოველ კვირას. რას დაინახავთ? ახავთ? თქვენ დაინახავთ, რომ ვენერა არ მოძრაობს სწორ ხაზზე. ის მოძრაობს რთულ, მარკუჟოვან ტრაექტორიაზე. ზოგჯერ ის მოძრაობს ერთი მიმართულებით, შემდეგ ჩერდება, შემდეგ იწყებს მოძრაობას უკან, შემდეგ კვლავ ჩერდება და კვლავ იწყებს მოძრაობას წინ. ეს უცნაური მოძრაობა ეწოდება რეტროგრადული მოძრაობა და ის შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი გზით. დედამიწა და ვენერა ორივე მოძრაობენ მზის გარშემო, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით, სხვადასხვა ორბიტებზე. როცა დედამიწა ასწრებს ვენერას, ვენერა ჩანს რომ მოძრაობს უკან. ზუსტად ისევე როგორც მანქანა, რომელსაც თქვენ ასწრებთ გზაზე, ჩანს რომ მოძრაობს უკან თქვენი მანქანის მიმართ. ეს არ არის თეორია. ეს არის დაკვირვება, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ტელესკოპით. და ეს დაკვირვება შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო პირდაპირი მტკიცებულება. 1921 წელს ფიზიკოსებმა დაიწყეს ექსპერიმენტი, რომელსაც ეწოდა მიქელსონ-მორლის ექსპერიმენტი. ისინი ცდილობდნენ გაეზომათ დედამიწის მოძრაობა ეთერში, ჰიპოთეტურ საშუალებაში, რომელშიც როგორც მაშინ ფიქრობდნენ, ვრცელდებოდა შუქი. ექსპერიმენტმა არ იპოვა ეთერი, რაც მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი საფუძველი აინშტაინის თეორიისთვის, მაგრამ მან დაადასტურა რაღაც სხვა. მან დაადასტურა, რომ დედამიწა მოძრაობს კოსმოსში. დღეს ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ დედამიწის მოძრაობა უფრო პირდაპირი გზით. ჩვენ გვაქვს თანამგზავრები, რომლებიც ბრუნავენ დედამიწის გარშემო და ზომავენ ჩვენს პოზიციას კოსმოსში. GPS სისტემის გამოყენებით. ეს თანამგზავრები უნდა გაითვალისწინონ დედამიწის მოძრაობა, რათა მოგცეთ ზუსტი კოორდინატები. თუ დედამიწა არ მოძრაობდა, GPS არ იმუშავებდა. მაგრამ GPS მუშაობს. ის მუშაობს იმდენად ზუსტად, რომ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ადგილმდებარეობა სიზუსტით რამდენიმე მეტრი. და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ თანამგზავრები ითვალისწინებენ დედამიწის მოძრაობას. ახლა მოდით ვისაუბროთ სამყაროს გაფართოებაზე. როგორ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება? როგორ ვიცით, რომ გალაქტიკები შორდებიან ჩვენგან? ეს არის კითხვა, რომელიც ხშირად სვამენ და პასუხი არის გასაოცრად მარტივი. როცა ობიექტი მოძრაობს ჩვენგან, მისი შუქი იცვლება. ის ხდება უფრო წითელი. ეს ეწოდება წითელი ძვრა და ეს არის იგივე ეფექტი, რომელსაც თქვენ ისმენთ, როცა სასტრაფო სირენა გადის თქვენს გვერდით. როცა სასტრაფო მოძრაობს თქვენკენ, სირენის ხმა არის უფრო მაღალი. როცა ის მოძრაობს თქვენგან, ხმა არის უფრო დაბალი. ეს ხდება, რადგან ხმის ტალღები იკუმშება, როცა წყარო მოძრაობს თქვენკენ და იჭიმება, როცა წყარო მოძრაობს თქვენგან. იგივე ხდება შუქთან. როცა გალაქტიკა მოძრაობს ჩვენგან, მისი შუქის ტალღები იჭიმება. ისინი ხდება უფრო გრძელი. და უფრო გრძელი ტალღები ნიშნავს უფრო წითელ შუქს. ამიტომ, როცა ჩვენ ვუყურებთ შორეულ გალაქტიკებს, ჩვენ ხედავთ, რომ მათი შუქი არის გადაწეული წითელისკენ.
და რაც უფრო შორფრო შორს არის galaktika, მით უფრო მეტია ეს წითელი ძვრა. ეს არის პირდაპირი გაზომადი მტკიცებულება იმისა, რომ galaktikები შორდებიან ჩვენგან და რომ სამყარო ფართოვდება. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს წითელი ძვრა არ არის მხოლოდ თეორია. ეს არის რაღაც, რასაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყოველ დღე 10,000-ობით ასტრონომი მთელ მსოფლიოში იყენებს წითელ ძვრას galaktikების მანძილების გასაზომად. ყოველ დღე ისინი აქვეყნებენ თავიანთ შედეგებს და ყოველ დღე ეს შედეგები ადასტურებენ იმავე ძირითად ფაქტს: სამყარო ფართოვდება. და აქ არის რაღაც, რაც ხშირად ივიწყება. მეცნიერება არ არის რელიგია. მეცნიერება არ ითხოვს რწმენას. მეცნიერება გთავაზობთ მტკიცებულებებს და გეუბნებათ. შეამოწმეთ თავად. და 10,000-ობით მეცნიერი ამოწმებს. ისინი ამოწმებენ ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. და თუ რაიმე არ ემთხვევა, თუ რაიმე არ მუშაობს, ისინი ამბობენ ამას. ისინი აქვეყნებენ თავიანთ შედეგებს. ისინი იწყებენ დებატებს. ისინი ეძებენ ახალ ახსნებს. ეს არის ის, რაც მოხდა ბნელ მატერიასთან და ბნელ ენერგიასთან. ასტრონომებმა აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ ემთხვეოდა მათ თეორიებს. galaktikები ბრუნავდნენ ძალიან სწრაფად. სამყარო ფართოვდებოდა ძალიან სწრაფად. და ამის ნაცვლად, რომ უგულებელყონ ეს მონაცემები, ამის ნაცვლად, რომ ეთქვათ, ჩვენი თეორიები სწორია და მონაცემები არასწორია, მათ თქვეს, ჩვენი თეორიები არასრულია. ჩვენ გვაკლია რაღაც. ჩვენ უნდა ვიპოვოთ რა. და ეს არის ის, რაც აკეთებს მეცნიერებას მეცნიერებად. არა დოგმა, არა რწმენა, არამედ მზადყოფნა, რომ ითქვას, მე არ ვიცი და შემდეგ დაიწყოს ძებნა პასუხისა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც მე მინდა რომ თქვენ ნამდვილად გაიგოთ. როცა მეცნიერები ამბობენ, ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი მატერია, ეს არ ნიშნავს, რომ ბნელი მატერია არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით რაღაც არსებობს, რადგან რაღაც არსებობს, რადგან ჩვენ ხედავთ მის ეფექტს, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა არის ეს რაღაც. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბნელ ოთახში. თქვენ ვერ ხედავთ არაფერს, მაგრამ თქვენ გრძნობთ ქარს თქვენ სახეზე. თქვენ არ ხედავთ ქარს. თქვენ არ იცით საიდან მოდის. თქვენ არ იცით რა ქმნის მას, მაგრამ თქვენ იცით რომ რაღაც არსებობს, რადგან თქვენ გრძნობთ მის ეფექტს. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება ბნელ მატერიასთან. ჩვენ ვერ ხედავთ მას, მაგრამ ჩვენ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტს. ჩვენ ხედავთ, როგორ არუდებს ის სივრცეს. ჩვენ ხედავთ, როგორ აიდულებს ის galaktikებს მოძრაობდნენ. და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რაღაც, რასაც ჩვენ ვზომავთ. 2016 წელს ასტრონომებმა შექმნეს ყველაზე დეტალური რუკა ბნელი მატერიის განაწილებისა სამყაროში. ისინი გამოიყენეს ეფექტი, რომელსაც ეწოდება გრავიტაციული ლინზირება. როცა შუქი გადის ბნელი მატერიის მასიური კონცენტრაციის გვერდით, ის იხრება, ზუსტად ისევე, როგორც შუქი იხრება, როცა გადის ლინზაში. ამ გადახრის გაზომვით ასტრონომებმა შეძლეს შეექმნათ რუკა იმისა, სად არის ბნელი მატერია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხედავენ მას პირდაპირ. და რა აჩვენა ამ რუკამ? მან აჩვენა, რომ ბნელი მატერია არ არის განაწილებული შემთხვევით. ის ქმნის უზარმაზარ ქსელს, კოსმოსურ ქსელს, რომელიც ვრცელდება მთელ სამყაროში. და ჩვეულებრივი მატერია, ვარსკვლავები, galaktikები, ჩვენ, ყველანი ვართ მოთავსებულები ამ ქსელის კვანძებში, როგორც მძივები ობობის ქსელზე. ეს არის სტრუქტურა, რომელიც იმდენად დიდია, რომ ის ცილდება ჩვენს წარმოსახვას. ეს არის სტრუქტურა, რომელიც ვრცელდება მილიარდობით შუქწლებზე. ეს არის სტრუქტურა, რომელიც ყალიბდებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში. და ეს არის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, გავზომოთ, შევისწავლოთ. მაგრამ აქ მე მინდა დაუბრუნდე იმ ძირითად კითხვას, რომელიც ვიცი ჯერ კიდევ გაქვთ. კარგი ფიქრობთ თქვენ. შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლეა. შეიძლება მეცნიერებს მართლა აქვთ ეს მტკიცებულებები. მაგრამ რატომ უნდა ვიზრუნო? რატომ უნდა მაინტერესებდეს, რომ ვარსკვლავები მოძრაობენ, რომ სამყარო ფართოვდება, რომ არსებობს ბნელი მატერია? რა შუაშია ამას ჩემს ცხოვრებასთან? და აქ არის პასუხი, რომელიც მე მგონია ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ის ცვლის ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ და სად ვართ ჩვენ. 10,000-ობით წლის განმავლობაში ადამიანობა ფიქრობდა, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი. ჩვენს ფიქრობდით, რომ ვარსკვლავები ბრუნავდნენ ჩვენს გარშემო. ჩვენს ფიქრობდით, რომ ჩვენ ვიყავით სპეციალურები, უნიკალურები, არჩეულები. მაგრამ მეცნიერება მაჩვენა, რომ ეს არ არის სიმართლე. დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი. ჩვენ ვბრუნავთ მზის გარშემო. მზე არის ერთ-ერთი 200 მილიარდი ვარსკვლავიდან ჩვენს galaktikაში. ჩვენი galaktika არის ერთ-ერთი 2 ტრილიონი galaktikიდან სამყაროში. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც რაღაც, რაც აკნინებს ჩვენს მნიშვნელობას. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც რაღაც, რაც აქცევს ჩვენ უმნიშვნელოდ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ეს აქცევს ჩვენ კიდევ უფრო განსაკუთრებულად.
წარმოიდგინეთ ეს. ჩვენ ვართ ატომების კოლექცია. ეს ატომები შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით მილიარდობით წლის წინ. ეს ვარსკვლავები აფეთქდნენ, გაფანტეს ეს ატომები კოსმოსში. ეს ატომები მოგზაურობდნენ კოსმოსში მილიონობით წლის განმავლობაში. შემდეგ 4 მძიმე 6 მილიარდი წლის წინ ეს ატომები შეიკრიბნენ ერთად და შექმნეს ჩვენი მზის სისტემა. 4 მძიმე 5 მილიარდი წლის წინ ზოგიერთი ამ ატომებისგან შეიქმნა დედამიწა. 3 მძიმე 8 მილიარდი წლის წინ ზოგიერთი ამ ატომებისგან შეიქმნა პირველი სიცოცხლე. და ახლა ამ წამში ზოგიერთი ამ ატომებისგან შედგებით თქვენ. თქვენ ხართ სამყაროს გზა, რომ გაიგოს საკუთარი თავი. თქვენ ხართ ატომები, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით, რომლებიც ახლა ფიქრობენ ვარსკვლავებზე. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს. და ეს არის რაღაც, რაც იმდენად გასაოცარია, იმდენად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ მის სრულ მნიშვნელობას. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, დედამიწის მოძრაობა, ვარსკვლავების მოძრაობა, სამყაროს გაფართოება, ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვიცით ახლა. მაგრამ მეცნიერება არ ჩერდება. ყოველ დღე ჩვენ ვსწავლობთ რაღაც ახალს. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ უფრო შორს, ვზედავთ უფრო შორს, ვზომავთ უფრო ზუსტად, ვიგებთ უფრო ღრმად. 2024 წელს ჯეიმს ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა გალაქტიკები, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ 200 მილიონ წელიწადში, დიდი აფეთქების შემდეგ. ეს არის გალაქტიკები, რომლებიც ღალიბდებოდნენ, როცა სამყარო იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა, როცა პირველი ვარსკვლავები მხოლოდ იბადებოდნენ. და ეს გალაქტიკები არ არიან ისეთები, როგორც ჩვენ ველოდით. ისინი არიან უფრო დიდები, უფრო მასიურები, უფრო კომპლექსურები, ვიდრე ჩვენი თეორიები პროგნოზირებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაგება სამყაროს ადრეული ისტორიის შესახებ არის არასრული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი სასწავლე. 2023 წელს ფიზიკოსებმა დაიწყეს ახალი ექსპერიმენტები ბნელი მატერიის პირდაპირი აღმოჩენისთვის. ისინი აშენებენ დეტექტორებს ღრმა მიწის ქვეშ, სადაც ისინი დაცულები არიან კოსმოსური გამოსხივებისგან. ისინი ელიან, რომ ბნელი მატერიის ნაწილაკები, რომლებიც მუდმივად გადიან ჩვენს მიმერ, ზოგჯერ შეეჯახებიან ჩვეულებრივ ატომებს და შექმნიან სიგნალს, რომელსაც ეს დეტექტორები შეძლებენ დააფიქსირონ. თუ ეს ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ფიზიკის ისტორიაში. 2026 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო გეგმავს გაუშვას ახალი ტელესკოპი, რომელსაც ეწოდება ევკლიდე. ეს ტელესკოპი შექმნის ყველაზე დეტალურ რუკას ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის განაწილებისა სამყაროში. ის დააკვირდება მილიარდობით გალაქტიკას და გაზომავს, როგორ არუდებს ბნელი მატერია სივრცეს მათ გარშემო. ეს მონაცემები დაგვეხმარება გავიგოთ, რა არის ბნელი მატერია და როგორ ვითარდებოდა სამყარო. და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მომავალში ჩვენ შევქმნით კიდევ უფრო მძლავრ ტელესკოპებს. ჩვენ გავაგზავნით ზონდებს სხვა ვარსკვლავებისკენ. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. ჩვენ შეიძლება გავიგოთ, რა არის ბნელი ენერგია და რატომ აჩქარებს სამყარო. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ ახალი ფიზიკის კანონები, რომლებიც ახლა ჩვენთვის წარმოუდგენელია. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც მე მინდა რომ თქვენ გაიგოთ. ყველა ეს აღმოჩენა, ყველა ეს ცოდნა, ყველა ეს გაგება, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დაკმაყოფილდნენ ილუზიით. 10,000 წლის განმავლობაში ადამიანები უყურებდნენ ცას და ხედავდნენ უძრავ ვარსკვლავებს. ისინი შეიძლება დაკმაყოფილებულიყვნენ ამით. ისინი შეიძლება ეთქვათ, ეს არის ის, რაც არის და ჩვენ არასოდეს გავიგებთ მეც. მაგრამ ისინი არ დაკმაყოფილდნენ. ისინი დაიწყეს კითხვა. ისინი დაიწყეს გაზომვა. ისინი დაიწყეს გაზომვა. ისინი დაიწყეს ფიქრი. და ეს კითხვა, ეს გაზომვა, ეს ფიქრი გვიყვანს აქ ამ წერტილამდე, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მიღმა ილუზიისა. სადაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ცა, რომელიც ჩანს უძრავად, რეალურად არის დინამიური, სვლადი, ცოცხალი. სადაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ არა სტატიკურ, გაკინულ სამყაროში, არამედ სამყაროში, რომელიც მოძრაობს, ფართოვდება, ვითარდება. და ეს გაგება არ არის მხოლოდ აკადემიური ინტერესი. ეს არის რაღაც, რაც ცვლის ჩვენს ადგილს კოსმოსში. ჩვენ აღარ ვართ პასიური დამკვირვებლები, გვირგვებლები. ჩვენ ვართ აქტიური მონაწილეები. ჩვენ ვართ ნაწილი ამ კოსმოსური ცეკვისა. ჩვენ უბრუნავთ მზის გარშემო. მზე ბრუნავს გალაქტიკის გარშემო. გალაქტიკა მოძრაობს სუპერგროვისკენ. სუპერგროვა მოძრაობს რაღაც უფრო დიდისკენ. და ჩვენ, პატარა ადამიანები, პატარა პლანეტაზე, ვართ ნაწილი ამ ყველაფრის. ყოველ წამს, ამ წამშიც, თქვენ მოძრაობთ კოსმოსში, 470 კილომეტრი წამში. ყოველ წამს სამყარო ფართოვდება.
ყოველ წამს ახალი ვარსკვლავები იბადებიან და ძველი ვარსკვლავები გვდებიან. ყოველ წამს სამყარო იცვლება და თქვენ ამ წამში ხართ ნაწილი ამ ცვლილებისა. ეს არის ის, რაც მე მინდა რომ თქვენ გაიგოთ. ეს არის ის, რაც მე მინდა რომ თქვენ იგრძნოთ. არა უბრალოდ ინტელექტუალური გაგება, არამედ ღრმა ემოციური რეალიზაცია იმისა, რომ თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა, რაც იმდენად დიდია, იმდენად გასაოცარია, იმდენად ლამაზია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ მის სრულ მნიშვნელობას. როცა თქვენ შემდეგ რამეს შეხედავთ ცას, როცა თქვენ დაინახავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩანს უძრავად, გახსოვდეთ ეს. გახსოვდეთ, რომ ეს უძრაობა არის ილუზია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მოძრაობს. გახსოვდეთ, რომ თქვენ თავად მოძრაობთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი ამ კოსმოსური ცეკვისა. და გახსოვდეთ, რომ ეს ცეკვა, ეს მოძრაობა, ეს ცვლილება, ეს ყველაფერი არის ის, რაც აქცევს სამყაროს ცოცხალად, დინამიურად, ლამაზად. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს გაგება შეცვლის რაღაცას თქვენში. შეიძლება ეს გაგება გახადოს თქვენ უფრო მოთმინე. როცა თქვენ გაიგებთ, რომ ცვლილება არის ბუნებრივი, რომ არაფერი არ რჩება იგივე. შეიძლება ეს გაგება გახადოს თქვენ უფრო მოკრძალე, როცა თქვენ გაიგებთ, რამდენი არის ის, რასაც ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ეს გაგება გახადოს თქვენ უფრო მოწიწებული, როცა თქვენ გაიგებთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ნაწილი ერთი და იმავე კოსმოსური ისტორიისა. ან შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს გაგება უბრალოდ გახადოს თქვენ უფრო გაოცებული, როცა თქვენ შემდეგ რამეს შეხედავთ ცას და გაიგებთ, რომ ის, რასაც თქვენ ხედავთ, არ არის სტატიკური სურათი, არამედ ერთი კადრი უსასრულო ფილმში. ფილმში, რომელიც დაიწყო 10-14 მილიარდი წლის წინ და რომელიც გაგრძელდება უსასრულოდ მომავალში. ფილმში, რომლის ნაწილი ხართ თქვენ. და ახლა, ამ მოგზაურობის ბოლოს, მე მინდა დაუბრუნდე იმ კითხვას, რომლითაც დავიწყეთ. არა იმიტომ, რომ ვეძებოთ პასუხი, რადგან ზოგიერთ კითხვას არ აქვს პასუხი. არამედ იმიტომ, რომ ახლა, ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ეს კითხვა ნიშნავს რაღაც სრულიად განსხვავებულს. რატომ არ იცვლება ცა? ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს კითხვა თავისთავად არის ილუზია. ცა იცვლება, ის ყოველთვის იცვლებოდა. ის იცვლება ამ წამშიც. მაგრამ ეს კითხვა მიგვიყვანს რაღაც უფრო ღრმამდე. რაღაც, რაც სცილდება ასტრონომიას, ფიზიკას, მათემატიკას. ის მიგვიყვანს ფილოსოფიამდე. კითხვამდე იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა და როგორ ვაღიქვამთ ჩვენ მას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს ერთ წამს. მხოლოდ ერთ წამს. ამ ერთი წამის განმავლობაში თქვენ იბადებით, ცხოვრობთ თქვენს მთელ სიცოცხლეს და გვდებით. ამ ერთი წამის განმავლობაში თქვენ აკვირდებით სამყაროს. და რას დაინახავდით? თქვენ დაინახავდით სამყაროს, რომელიც ჩანს სრულიად უძრავად. ხეები არ იზრდებიან, მდინარეები არ მიედინებიან, ადამიანები არ მოძრაობენ. ყველაფერი ჩანს გაკინულად, სტატიკურად, მარადიულად. მაგრამ ეს იქნებოდა ილუზია. არა იმიტომ, რომ სამყარო არ მოძრაობს, არამედ იმიტომ, რომ თქვენი აღქმის მასშტაბი არ შეესაბამება სამყაროს მოძრაობის მასშტაბს. თქვენი ერთი წამი არის ძალიან მოკლე იმისთვის, რომ დაინახოთ ცვლილება, რომელიც ხდება წუთებში, საათებში, დღეებში. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება ჩვენთან. ჩვენი სიცოცხლე, 70 წელი, არის ძალიან მოკლე იმისთვის, რომ დავინახოთ ცვლილება, რომელიც ხდება 10,000-ობით, მილიონობით, მილიარდობით წლებში. ჩვენ ვართ ის ერთწამიანი ორგანიზმი, რომელიც უყურებს გაკინულ სამყაროს და ფიქრობს, რომ ეს არის რეალობა. მაგრამ აქ არის რაღაცა ღრმად პარადოქსული. ჩვენ ეს ერთწამიანი ორგანიზმები შევძელით გავეღვიძებინეთ ილუზიისგან. ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ მხოლოდ მოკლე მომენტს კოსმოსურ ისტორიაში, შევძელით გავიგეთ მილიარდობით წლის პროცესები. ჩვენ, რომლებიც ვერ ვხედავთ ვარსკვლავების მოძრაობას ჩვენი თვალებით, შევძელით გავზომეთ ეს მოძრაობა წარმოუდგენელი სიზუსტით. როგორ? პასუხი მდგომარეობს რაღაცაში, რაც შეიძლება იყოს ყველაზე გასაარათვისება სამყაროში. სამყაროს უნარში. შექმნა სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ გაიგონ საკუთარი თავი. ჩვენ ადამიანები ვართ ატომების კოლექცია. მაგრამ ჩვენ არ ვართ უბრალოდ ატომების შემთხვევითი კოლექცია. ჩვენ ვართ ატომების ორგანიზებული კოლექცია. ორგანიზებული იმდენად კომპლექსურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, გავიგოთ. და ეს ორგანიზაცია, ეს კომპლექსურობა არ მოვიდა ნიქედან. ის არის შედეგი 10-14 მილიარდი წლის ევოლუციისა. პირველი ატომები შეიქმნა დიდი აფეთქების შემდეგ. ეს ატომები შეიკრიბნენ ერთად და შექმნეს პირველი ვარსკვლავები. ეს ვარსკვლავები შექმნეს უფრო მძიმე ელემენტებს. ეს ელემენტები შეიკრიბნენ და შექმნეს პლანეტები. ამ პლანეტებზე ზოგიერთ შემთხვევაში ატომებმა შექმნეს რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი, სიცოცხლე. და სიცოცხლე მილიარდობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, ხდებოდა უფრო კომპლექსური,
სანამ არ შექმნა ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ არსებობა, არამედ გაგება. ეს არის რაღაც, რაზეც ფიზიკოსები და ფილოსოფები ფიქრობენ როგორც გამოჩენილი თვისება. იდეა იმისა, რომ როცა თქვენ აწყობთ რაღაცას საკმარისად კომპლექსურად, ჩნდება ახალი თვისებები, რომლებიც არ არსებობს ინდივიდუალურ კომპონენტებში. ერთი ნეირონი არ არის გონიერი, მაგრამ 100 მილიარდი ნეირონი ორგანიზებული სწორი გზით ქმნის გონებას. ერთი ატომი არ არის ცოცხალი, მაგრამ ტრილიონობით ატომი ორგანიზებული სწორი გზით ქმნის სიცოცხლეს. და აქ არის რაღაც, რაზეც მე ხშირად ვფიქრობ. შეიძლება მთელი სამყარო არის ესეთი გამოჩენილი თვისება. შეიძლება სამყარო არის არა მხოლოდ კოლექცია ატომებისა და ენერგიისა, არამედ რაღაც, რაც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. შეიძლება ჩვენ ადამიანები ვართ სამყაროს გზა, რომ შეხედოს საკუთარ თავს, რომ იკითხოს კითხვები საკუთარი თავის შესახებ, რომ გაიგოს საკუთარი თავი. ეს არ არის მისტიკა, ეს არ არის რელიგია. ეს არის უბრალოდ დაკვირვება იმისა, რაც ხდება. სამყარო შექმნა ვარსკვლავებს, ვარსკვლავებმა შექმნეს ელემენტები, ელემენტებმა შექმნეს პლანეტები, პლანეტებზე შეიქმნა სიცოცხლე, სიცოცხლემ შექმნა გონება და გონება ახლა სწავლობს ვარსკვლავებს, ელემენტებს, პლანეტებს, სიცოცხლეს, საკუთარ თავს. ეს არის წრე, რომელიც იხურება. ეს არის სამყარო, რომელიც უბრუნდება საკუთარ თავს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ. ეს წრე არ არის დახურული. ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. ჩვენ არ გვესმის ყველაფერი და შეიძლება ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ ყველაფერი. გახსოვდეთ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია? გახსოვდეთ, რომ 95% სამყაროსი არის რაღაც, რაც ჩვენ არ გვესმის? ეს არ არის დროებითი პრობლემა. ეს არ არის რაღაც, რასაც ჩვენ გადავჯრით მომავალ წელს ან მომავალ 10 წლეულში. ეს შეიძლება იყოს ფუნდამენტური ლიმიტი ჩვენი გაგების. წარმოიდგინეთ ჭიანჭველა, რომელიც დადის თქვენ სამზარეულოში. ეს ჭიანჭველა ხედავს თქვენს სახლს. ის ხედავს იატაკს, კედლებს, ავეჯს. მაგრამ ის ვერ იგებს რა არის სახლი. ის ვერ იგებს კონცეფციას არქიტექტურისა, ინჟინერიის, დიზაინის. ის ვერ იგებს რატომ აშენდა ეს სახლებს, რატომ აშენდა ეს სახლი, როგორ აშენდა, რა მიზანს ემსახურება. არა იმიტომ, რომ ჭიანჭველა სულელია, არამედ იმიტომ, რომ ჭიანჭველას ტვინი არ არის აგებული იმისთვის, რომ გაიგოს ასეთი კონცეფციები. შეიძლება ჩვენ ვართ ასეთი ჭიანჭველები. შეიძლება სამყარო შეიცავს სტრუქტურებს, კონცეფციებს, რეალობის ასპექტებს, რომლებიც იმდენად მიღმა ჩვენი გაგებისა, რომ ჩვენ ვერც კი შეგვიძლია ვიკითხოთ სწორი კითხვები მათ შესახებ. ზუსტად ისევე, როგორც ჭიანჭველას არ შეუძლია იკითხოს კითხვები არქიტექტურის შესახებ, შეიძლება ჩვენ ვერ შევძლოთ ვიკითხოთ კითხვები ბნელი მატერიის, ბნელი ენერგიის, სამყაროს ბუნების შესახებ. და ეს არ არის პესიმისტური იდეა. ეს არის რეალისტური იდეა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ჩვენ რამდენადაც გასაოცარიც არ ვართ, რამდენადაც ბევრიც არ ვისწავლეთ, ვართ მაინც შეზღუდული. ჩვენი ტვინი, რომელიც ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა აფრიკის სავანებში, არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გაიგოს კვანტური მექანიკა, ზოგადი ფარდობითობა, ბნელი ენერგია. ის არის შექმნილი იმისთვის, რომ იპოვოს საკვები, თავიდან აიცილოს მტაცებლები, გამრავლდეს. მაგრამ აქ არის გასაოცარი ნაწილი. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ჩვენ მაინც შევძელით გავიგეთ იმდენი. ჩვენ შევძელით გავზომეთ სამყაროს ასაკი. ჩვენ შევძელით გავიგეთ, როგორ ვითარდება ვარსკვლავები. ჩვენ შევძელით აღმოვაჩინეთ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვესმით რა არის ისინი. ჩვენ შევძელით შევქნათ ტელესკოპები, რომლებმაც დაინახეს გალაქტიკები, რომლებიც არსებობდნენ, როცა სამყარო იყო ახალგაზრდა. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა. ეს არის როგორც ჭიანჭველამ, რომელიც დადის თქვენ სამზარეულოში, შევძლოს გაიგოს არა მხოლოდ რომ სახლი არსებობს, არამედ როგორ აშენდა ის, რა მასალებისგან, რა პრინციპების მიხედვით. ეს არის რაღაც, რაც თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ეს. და ეს მიგვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვამდე ფილოსოფიაში. რატომ არის სამყარო გასაგები? რატომ არის ისე, რომ ჩვენ, პატარა ორგანიზმები, პატარა პლანეტაზე, შეგვიძლია გავიგოთ კანონები, რომლებიც მართავენ მთელ სამყაროს? რატომ არის ისე, რომ მათემატიკა, რომელიც ჩვენ გვქმნით ჩვენს გონებაში, აღწერს რეალობას იმდენად ზუსტად? ფიზიკოსი იუჯინ ვიგნერი უწოდებდა ამას მათემატიკის გონივრულად არარაციონალურ ეფექტურობას. იდეა იმისა, რომ მათემატიკა მუშაობს ძალიან კარგად, ძალიან ზუსტად, იმისთვის, რომ იყოს მხოლოდ შემთხვევითობა. მაგრამ რატომ? რატომ უნდა იყოს სამყარო მათემატიკური? რატომ უნდა იყოს ისე, რომ განტოლებები, რომლებსაც ჩვენ წერთ ქაღალდზე, აღწერენ რეალობას? არავინ იცის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო. მაგრამ აქ არის ერთი შესაძლო პასუხი.
პასუხი, რომელიც მე პირადად მიმაჩნია ლამაზად. შეიძლება სამყარო არის გასაგები, რადგან ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი. ჩვენი ტვინი არ არის რაღაც გარეგანი, რაც უყურებს სამყაროს გარედან. ჩვენი ტვინი არის ნაწილი სამყაროსი. ის შედგება იმავე ატომებისგან, მორჩილია იმავე კანონებს, ვითარდებოდა იმავე პროცესების მიხედვით. ამიტომ, როცა ჩვენი ტვინი ცდილობს გაიგოს სამყარო, ეს არის სამყარო, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და შეიძლება ეს არის რატომ მუშაობს ეს. შეიძლება სამყარო არის გასაგები, რადგან გაგება არის ნაწილი სამყაროს ბუნებისა. მაგრამ აქ მე უნდა ვიყო პატიოსანი. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ეს არის ფილოსოფია, არა მეცნიერება. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის სამყარო გასაგები. ჩვენ არ ვიცით, რატომ მუშაობს მათემატიკა. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით, რა იყო დიდ აფეთქებამდე. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება სამყაროს ბოლოს. ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი სიცოცხლე სამყაროში. და ეს კარგია. ეს არის კარგი, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც აღსაჩენი. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის კითხვები, რომლებზეც უნდა ვიფიქროთ. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურობა არ არის დასრულებული. და ახლა ბოლოს მე მინდა დაუბრუნდე იმას, საიდანაც დავიწყეთ. გახსოვდეთ, როგორ დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ იმ იდეით, რომ თქვენ ამ წამში მოძრაობთ კოსმოსში 470 კილომეტრი წამში. ჩვენ დავიწყეთ იმ პარადოქსით, რომ მიუხედავად ამ წარმოუდგენელი სიჩქარისა, ცა ჩანს უძრავად. ეხლა ამ მოგზაურობის ბოლოს თქვენ იცით რატომ. თქვენ იცით, რომ ეს არის ილუზია. ილუზია, რომელიც შექმნილია მანძილების უზარმაზარობით, დროის სიმოკლით, პერსპექტივის შეზღუდულობით. მაგრამ თქვენ ასევე იცით რაღაც მეტი. თქვენ იცით, რომ ეს ილუზია არ არის ტყუილი. ეს არის უბრალოდ ერთი გზა სამყაროს დანახვისა. როცა თქვენ უყურებთ ცას და ხედავთ უძრავ ვარსკვლავებს, თქვენ ხედავთ რეალობას. არა სრულ რეალობას, არა საბოლოო რეალობას, მაგრამ რეალობას. ეს არის რეალობა თქვენი პერსპექტივიდან, თქვენი მასშტაბიდან, თქვენი დროიდან. და ეს პერსპექტივა არის ისეთივე ვალიდური, როგორც ნებისმიერი სხვა. მეცნიერება არ ამბობს, რომ თქვენი აღქმა არასწორია. მეცნიერება ამბობს, რომ თქვენი აღქმა არასქმა არის არასრული. ის გვიჩვენებს, რომ არსებობს უფრო მეტი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ხედავთ. ხედავთ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ხედავთ, კვლავ რჩება რეალურად. და აქ არის რაღაც, რაც მე მინდა, რომ თქვენ გაიგოთ. როცა თქვენ შემდეგ ღამეს შეხედავთ ცას, თქვენ არ უნდა ფიქრობდეთ, ეს ყველაფერი ილუზია. თქვენ უნდა ფიქრობდეთ, ეს არის ერთი ფენა რეალობისა და არსებობს უფრო მეტი ფენები, რომლებსაც მე ვერ ვხედავ, მაგრამ რომლებიც ასევე რეალურია. ცა, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ლამაზი. ის არის მშვიდი, ის არის მარადიული. და ეს ლამაზია, მშვიდია, მარადიულია თქვენი პერსპექტივიდან. ეს არის რეალობა, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ეს არის რეალობა, რომელიც გაძლევთ სიმშვიდეს, სტაბილურობას, გრძნობას, რომ არსებობს რაღაც, რაც არ იცვლება. მაგრამ ეხლა თქვენ ასევე იცით, რომ ამ მშვიდი ზედაპირის ქვეშ არის ოკეანე მოძრაობისა. თქვენ იცით, რომ ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ვითარდება. და ეს ცოდნა, ეს გაგება არ ანადგურებს ლამას. ის ამდიდრებს მას. ის ამატებს ახალ განზომილება. ეხლა, როცა თქვენ უყურებთ ცას, თქვენ ხედავთ არა მხოლოდ ლამას სურათს. თქვენ ხედავთ ისტორიას. თქვენ ხედავთ ისტორიას. თქვენ ხედავთ მოძრაობას. თქვენ ხედავთ ცვლილებას. თქვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც ცოცხალია, დინამიურია, ვითარდება. და თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ ნაწილი ამ ყველაფრისა. ყოველ წამს, ამ წამშიც, თქვენ მოძრაობთ კოსმოსში 470 კილომეტრი წამში. ყოველ წამს სამყარო ფართოვდება. ყოველ წამს ახალი ვარსკვლავები იბადებიან და ძველი ვარსკვლავები კვდებიან. ყოველ წამს ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს, ცვლიან პოზიციას კოსმოსში. ყოველ წამს თქვენ ხართ ნაწილი კოსმოსური ცეკვისა, რომელიც დაიწყო 10-14 მილიარდი წლის წინ და რომელიც გაგრძელდება უსასრულოდ მომავალში. და შეიძლება ეს არის ყველაზე ლამაზი რეალიზაცია. არა ის, რომ ჩვენ ვართ მცირე და უმნიშვნელო. არა ის, რომ ჩვენ ვართ დაკარგული, უზარმაზარ, გაუგებარ სამყაროში. არამედ ის, რომ ჩვენ ვართ ნალომ. ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა, რაც იმდენად დიდია, იმდენად გასაოცარია, იმდენად ლამაზია, რომ ჩვენ ვერც კი შეგვიძლია ვიფიქროთ მის შესახებ სრულად. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ვარსკვლავთა მტვერი, რომელიც ფიქრობს ვარსკვლავებზე. ჩვენ ვართ 10 ატომები, რომლებიც შეიქმნა დიდი აფეთქების შემდეგ, რომლებიც ახლა ცდილობენ გაიგონ დიდი აფეთქება. ჩვენ ვართ კოსმოსური ისტორიის ერთი თავი, რომელიც ცდილობს გაიგოს მთელი წიგნი. და შეიძლება ეს არის საკმარისი. შეიძლება ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ და ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა ვიყოთ. არა ყოვლის მცოდნე, არა ყოვლის შემძლე, არამედ ნაწილი რაღაცისა, რაც უფრო დიდია ჩვენზე,
რაღაც ისა, რაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ სრულად, მაგრამ რაც ჩვენ შეგვიძლია ვაფასოთ, შევისწავლოთ, შევიყვაროთ. ამიტომ, როცა თქვენ შემდეგ ღამეს შეხედავთ ცას და დაინახავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩანს უძრავად, გახსოვდეთ ეს. გახსოვდეთ, რომ ეს უძრაობა არის ილუზია, მაგრამ ლამაზი ილუზია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ ეს მოძრაობა არის ნაწილი უფრო დიდი ცეკვისა. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ნაწილი ამ ცეკვისა, ნაწილი ამ ისტორიისა, ნაწილი ამ ისტორიისა, ნაწილი ამ სამყაროსა. და გახსოვდეთ, რომ ჯერ კიდევ არის იმდენი, რასაც ჩვენ არ ვიცით. ჯერ კიდევ არის იმდენი საიდუმლო, იმდენი კითხვა, იმდენი სასწავლი. და ეს არის კარგი, რადგან ეს ნიშნავს, რომ მოგზაურობა გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც აღსაჩენი, რაღაც გასაგემი, რაღაც გასაოცარი. შეიძლება ერთ დღეს ჩვენ გავიგებთ, რა არის ბნელი მატერია. შეიძლება ჩვენ გავიგებთ, რა არის ბნელი ენერგია. შეიძლება ჩვენ აღმოვაჩენთ სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. შეიძლება ჩვენ გავიგებთ, რა იყო დიდ აფეთქებამდე. შეიძლება ჩვენ გავიგებთ, რა მოხდება სამყაროს ბოლოს. ან შეიძლება ჩვენ არასოდეს გავიგოთ ეს ყველაფერი. შეიძლება ზოგიერთი კითხვა იყოს ძალიან დიდი, ძალიან ღრმა, ძალიან ფუნდამენტური იმისთვის, რომ ჩვენ, პატარა ორგანიზმები პატარა პლანეტაზე, ოდესმე გავიგოთ. და ეს ასევე კარგია. რადგან ეს ნიშნავს, რომ სამყარო ყოველთვის იქნება უფრო დიდი ჩვენზე, ყოველთვის იქნება უფრო საიდუმლო, ყოველთვის იქნება უფრო გასაოცარი. და ბოლოს, შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. არა ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი, არა ის, რომ ჩვენ გავიგეთ ყველაფერი. არამედ ის, რომ ჩვენ ცდილობთ, ის, რომ ჩვენ კითხულობთ, ის, რომ ჩვენ ვეძებთ, ის, რომ ჩვენ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, მიუხედავად ჩვენი სიმოკლისა, მიუხედავად შეედავად ჩვენი შეზღუდულობისა, კვლავ ცდილობთ გავიგოთ ეს უზარმაზარი, გასაოცარი, ლამაზი სამყარო, რომლის ნაწილი ვართ. და შეიძლება ეს არის საკმარისი. შეიძლება ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ. არა პასუხები ყველა კითხვაზე, არა გაგება ყველაფრის, არამედ უნარი, რომ ვიკითხოთ კითხვები, უნარი, რომ ვეძებოთ პასუხები, უნარი, რომ გავაოცოთ, გავიგოთ, შევიყვაროთ ეს სამყარო, რომელიც ჩვენ მოგცა სიცოცხლე, გონება, შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე. ამიტომ შემდეგ ღამეს, როცა შეხედავთ ცას, ნუ იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, რასაც ხედავთ. იფიქრეთ იმაზეც, რასაც ვერ ხედავთ. იფიქრეთ მოძრაობაზე, რომელიც ხდება ძალიან ნელა იმისთვის, რომ შეამჩნიოთ. იფიქრეთ ისტორიაზე, რომელიც ვრცელდება მილიარდობით წლებზე. იფიქრეთ საიდუმლოებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. იფიქრეთ კითხვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დასმული. და იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ ამ წამში ხართ ნაწილი ამ ყველაფრისა. რომ თქვენ მოძრაობთ კოსმოსში წარმოუდგენელი სიჩქარით. რომ თქვენ ხართ შექმნილი ვარსკვლავთა მტვრისგან. რომ თქვენ ხართ სამყარო, რომელიც უყურებს საკუთარ თავს. რომ თქვენ ხართ ერთი თავი უსასრულო ისტორიაში. ისტორიაში, რომელიც დაიწყო 10-14 მილიარდი წლის წინ და რომელიც გაგრძელდება უსასრულოდ მომავალში. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს რეალიზაცია შეცვლის რაღაცას თქვენში. შეიძლება ის გახადოს თქვენ უფრო მოთმინე, უფრო მოკრძალე, უფრო მოწიწებული. შეიძლება ის გახადოს თქვენ უფრო გაოცებული, უფრო ცნობისმოყვარე, უფრო ცოცხალი. შეიძლება ის გახადოს თქვენ უფრო ადამიანი, რადგან ბოლოს და ბოლოს ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. არა მხოლოდ ატომების კოლექცია, არა მხოლოდ ბიოლოგიური მანქანები, არამედ ადამიანები, ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ ფიქრი, გრძნობა, გაგება. ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ შეხედონ ცას და იკითხონ, რატომ. ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ ეძებონ პასუხები და იპოვონ ისინი. ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ გააოცონ, შეიყვარონ, შექმნან. და ეს, ბოლოს და ბოლოს, არის ყველაზე დიდი საიდუმლო. არა ბნელი მატერია, არა ბნელი ენერგია, არა სამყაროს დასაწყისი ან დასასრული, არამედ ჩვენ თავად. როგორ შეიძლება, რომ ატომებმა, რომლებიც შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით, შექმნას რაღაც, რაც შეუძლია ფიქრი? როგორ შეიძლება, რომ მატერიამ შექმნას გონება? როგორ შეიძლება, რომ სამყარომ შექმნას რაღაც, რაც შეუძლია გაიგოს სამყარო? ჩვენ არ ვიცით. და შეიძლება ჩვენ არასოდეს ეს ვიცოდეთ. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ. და ეს ცდა, ეს ძებნა, ეს მოგზაურობა, ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ ადამიანებად. ეს არის ის, რაც აქცევს ჩვენ განსაკუთრებულად. არა ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი, არამედ ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიცოდეთ. არა ის, რომ ჩვენ გავიგეთ ყველაფერი, არამედ ის, რომ ვცდილობთ გავიგოთ. და ეს ბოლოს და ბოლოს არის პასუხი იმ კითხვაზე, რომლითაც დავიწყეთ. რატომ არ იცვლება ცა? ცა იცვლება,
ის ყოველთვის იცვლებოდა. ის იცვლება ამ წამშიც. მაგრამ ჩვენ, პატარა ორგანიზმები, პატარა პლანეტაზე, ცხოვრობთ იმდენად მოკლე დროს, ხედავთ იმდენად მცირე ნაწილს, რომ ჩვენთვის ის ჩანს უძრავად. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით სიმართლე. და ეს ცოდნა, ეს გაგება არ ანადგურებს ლამას. ის ამდიდრებს მას. ის ამატებს ახალ განზომილებას. ის აქცევს ცას არა მხოლოდ ლამას სურათად, არამედ ფანჯრად, უსასრულო სამყაროში. სამყაროში, რომელიც მოძრაობს, იცვლება, ვითარდება, ცოცხლობს. და ჩვენ ამ წამში ვართ ნაწილი ამ ყველაფრისა. ვართ ნაწილი ამ მოძრაობისა, ამ ცვლილებისა, ამ ცხოვრებისა. ვართ ნაწილი სამყაროში, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და ეს შეიძლება არის ყველაზე ლამაზი რეალიზაცია ყველასგან.